მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ ლაშა ბაქრაძეს. მოგესალმებით. მადლობა დავატიჟებისათვის. ხარია რომ ჩემს სტუმარი ხარ. და ჩვენი სადისკუსიო თემა ეხება სხვა არაფერს თუ არაა მიმდინარე პროტესტებს, მაგრამ გამომდინარე იმ ფაქტიდან რომ მაქვს საშუალება ვისარგებლო ისტორიკოსის, პოლიტიკის მეცნიერების ღრმად გასწავლულ პიროვნებასთან. ეს დისკუსია ცოტა სხვა პრიზმით მინდა. კი ბატონო, იმიტომ რომ ასე სხვა ტელევიზიებშიც ლაპარაკობ ხოლმე. ხო. ის ფაქტი რომ პროტესტის მხარეს არის რაღაცა მორალური, ასე ვთქვათ, გამართულობაც, ეს თავისთავად ხადია. მაგრამ მე მაინტერესებს აი ეხლა თითქოს დასულ არ იყო დაგეგმილი ეს რაღაცა მომენტი, მაგრამ რაღაცნაირად დაემთხვა დღევანდელი ქართული ოსნების პოლიტ საბჭოს განცხადება, რომელიც სავსე არის რაღაც მარაზმატიკული მოპატიეთა ამ შეფასებისთვის კონსპირაციული თეორიებით. და ჩემი დისკუსიის თემა მინდა ავაწყოთ საბჭოთა პერიოდიდან წარმოშობილ ქართულ მითოლოგიაზე, პოლიტიკურ მითოლოგიაზე, რომელმაც ალბათ თანამედროვე ქართულზეც რაღაცა გავლენა მოიპოვა. გლობალიზაციის რეფლექსიაზეც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს და გარკვეულწილად აი ეს ტერმინები, რომელიც ძალიან უცნაური არის, მისი ერთგვარი ეპისტემოლოგიური კავშირი მე მაინც ვხედავ იმ საბჭოთა რაღაცა გაუცხოებასთან და ერთგვარ სოფლის თემისთვის დამახასიათებელ უფრო შეზღუდულ პერსპექტივასთან სამყაროს ინტერპრეტაციას. კი ბატონო. და ეს თემა საინტერესო თემაა. კი ბატონო. და მოდი გავშალოთ ახლა ჩვენ ეს თემა საიდან წარმოიშვა და რა ტიპის იყო ქართული საბჭოური ერთგვარი პოლიტიკური მითოლოგია, რომელსაც აი აქაც ჰქონდა გავლენა და ეს გავლენები აი როგორი ხასიათის იყო. უფრო ზუსტად რო გიპასუხოთ, იქნება მითხრათ აი რაც გულისხმობთ ამ მითოლოგიზაციაში. დასავლეთის ერთგვარი კრიტიკა, დასავლეთის ერთგვარი მიუღებლობა, ჩვენი ერთგვარი კულტურული ამპარტავნება და შოვინიზმი და ერთგვარი პიროვნების კულტის რაღაცა ისეთი კულტივირება, რომელშიც აი ეს ქართული, ასე ვთქვათ, პრიმატი თეს დანარჩენ კაცობრიობაზე თითქოს აშკარა და თვალსაჩინოა და აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვესწავლება. ხო. ერთი რაც საბჭოთა დროს ჩამოყალიბდა და რასაც რუსულ ისტორიასთან აქვს პირდაპირი კავშირი, ეს არის იზოლაციონიზმი. იზოლაციონიზმში რაც გულისხმობს საბჭოთა კავშირი ძახოდან ჩვენ გავიტანოთ ჩვენი იდეოლოგია და ყველგან დავნერგოთ, მაგრამ ამავე დროს იყო საბჭოთა კავშირი რაღაცა ჩაკეტილი. თქვენ კარგად მოგახსენებათ, რომ სტალინის დროს ფაქტობრივად სტალინმა აი ეს რო რევოლუციის ექსპორტი უნდა მომხდარიყო ყველგან, მსოფლიოში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, ფაქტობრივად უარყო. მე კი გააკეთა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ამის საშუალება მიეცა და სადაც მიეცა, მაგრამ უარყო და თქვა, რომ სოციალიზმის აშენება ერთ ცალკეულ ქვეყანაში არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მე დაიწყეს ისე იგი აი რუსებისათვის პრინციპში დამახასიათებელი იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარება, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩაკეტეს ესაზღვრები არავის არ უშვებდნენ და დიდი კმაყოფილებით საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩიტიც კი ვერ გადაფრინდება საბჭოთა საზღვარზე. ამას არა პირდაპირ შეიძლება ითქვას, მაგრამ რასაკვირველია დიდი გავლენა ჰქონდა იმაზე, თუნდაც როგორ არის საქართველოს ისტორია მოყოლილი. თითქოს იმ ისტორიას, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ, თითქოს საქართველო არის რაღაცა კუნძული და ამ კუნძულზე მარტო მტერი მოდის, იმიტომ რომ საერთოდ ყველაში რუსეთი ხედავდა მის გარშემო ვინც იყო ყველა სახელმწიფოში მტერს, ან მის ყმას. სხვა ხედვა არ ჰქონდა და რასაკვირველია მის კოპირება მეტნაკლებად ხდებოდა ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, უზბეკურ და ასე შემდეგ ისტორიებში, იმიტომ რომ ყველაფერი მოსკოვში იწერებოდა და მის მიხედვით უნდა გაგეკეთებინა. მე არის მეორე თემა ჩემთვის ამ დასთან დაკავშირებით ხშირად მისაუბრე ამაზეც, რომ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი თითქოს და ეს იყო რაღაცა გარკვეული წინააღმდეგობა, რომ არ უნდათ დაეწერათ წერლებს, თქვათ, მაინც და მაინც
ისე როგორც საბჭოთა ხელისუფლება ეთხოვდა სოციალისტური რეალიზმის სტილში იმ რეალობაზე, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, ანუ ფაქტობრივად გაეყალბებინათ რეალობა, არამედ ამის მაგივრად აი მიდიოდნენ და ძველ ისტორიულ რომანებს, ძველ დროზე ისტორიულ რომანებს წერდნენ. ჩვენ რო ავიღოთ სხვა საბჭოთა რესპუბლიკების და სხვა საბჭოთა ერების ისტორია, ლიტერატურის ისტორია, ჩვენ დავინახავთ, რომ იქაც მსგავსი რამ ხდება, აი ეს რაღაცა გარკვეული სიამაყე წარსულით და არა მომავლისაკენ ხედვა. პრინციპში შეგვიძლია ესე ვთქვათ, მithქვამს წინათ და ახლა გავმეორდები, რომ აი რუსია უბნეოდა ქართლს და სხვა მის კოლონიზირებულ ერებს, რომ თქვენ შეგიძლიათ იმდენი ამაყოთ, რამდენიც ხნება თქვენი წარსულით, მაგრამ მომავალი არის მხოლოდ ჩვენთან ერთად, თუ გინდა რომ კოსმოსში გაფრინდე, მაშინ აი პრინციპში რუსი უნდა გახდე. ხო? ამან ყველაფერმა ისე როგორც მე მუდმივად ლაპარაკობ იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა ისტორიის შესწავლის გარეშე აი ეს მძიმე ტვირთი, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა, იმ თაობებსაც, რომელიც საერთოდ არ მოსწრებიან საბჭოთა კავშირს, ამას ჩემი სტუდენტებიდან გამომდინარეც გეუბნებით, არის ძალიან რთული. და ჩვენ თუ გვინდა რომ აი ეს მძიმე ტვირთი რაიმე გვერდში გადავდოთ, მაშინ ეს კარგად უნდა იყოს შესწავლილი. სამწუხაროდ საქართველოში აი სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ინტერესი, მით უმეტეს ახლანდელი სახელმწიფოს, რასაც უწოდებთ აი ამ ქართული ოცნების ხელმძღვანელობით პერიოდში გასაგურული ინტერესი წარსულისადმი არ აქვს. მაგრამ მაგალითად ჩვენ თუ გვინდა რომ დემოკრატიული თავისუფალი სახელმწიფო ავაშენოთ, ჩვენ გვაქვს საუკეთესო მაგალითი პირველი რესპუბლიკის სახით. ხო, ძალიან შორს არის შეიძლება ის, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენს ქვეყანაში ტრადიციაზე, გასაგურული ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ პირველი რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი იმ დროისათვის ძალიან პროგრესული სახელმწიფო, რომელმაც უამრავი რეფორმა ჩაატანა, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი გაჭირვება იყო პირველი მსოფლიო ომის დროს შეიქმნა ეს რესპუბლიკა და მერე პირველი მსოფლიო ომის შედეგები, შიმშილობა, ავადმყოფობა, 1000 უბედურება, რუსეთის იმპერიაში ტოტალური ანარქია, იქიდან უამრავი გამოქცეული ადამიანი აქ და ასე შემდეგ იყო. მიუხედავად ამისა, ამ რესპუბლიკამ მოახერხა რომ დიდი რეფორმები ჩაეტარებინა. ეს იყო ამიერკავკასიაში, კავკასიაში შეგვიძლია ვთქვათ ერთადერთი ნამდვილად კონსოლიდირებული სახელმწიფო. შეიძლება ტერიტორიების პრობლემები ჰქონდა და ბევრი უამრავი სხვა პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ერთადერთმა კავკასიაში ჩაგვეტარებინა ჩვენი საკუთარი და არა 1917 წელს რუსეთის დამფუძნებელ კრებაში ჩატარებული არჩევნები 1919 წელს ჩავატარეთ, ჩვენ მოვახერხეთ მიუხედავად იმისა, რომ ყუმბარების ხმის ქვეშ მოხდა მივიღეთ კონსტიტუცია, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა და დადო ხელშეკრულება იგივე რუსეთის ფედერაციასთან და ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ მეტროპოლიამ უნდა მოქცეს წასვლის უფლება იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებმაც გიცნონ და ამის შემდეგ დაიწყო საქართველოს უცხო სახელმწიფოთა მიერ ცნობის დიდი დიპლომატიური ცნობის დიდი გზა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ არანაირ ყურადღება ამას არ ექცევა. ეს არის ცალკეული ინდივიდუუმების ისტორიკოსები იქნებიან ისინი თუ სხვა დარგის სპეციალისტები ინტერესი, რომელიც 100 წლის თავ მაინც მიუხედავად იმისა, რომ სულად უღიმღამოდ აღინიშნა სახელმწიფოს მხრიდან, მაინც გაჩნდა და რაღაცა ეხლა შევდოთ მეტი ვიცით. ასევე ვთქვათ გურიის რესპუბლიკა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გვაქვს ისტორიაში ბევრი საინტერესო მომენტი და პირველ რესპუბლიკასო დაუბრუნდე, მაგალითად ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი სად გამოჩნდა, რომ ევროპა გვიჭერდა ჩვენ მხარს. როგორც სად გამოჩნდა 26 მაისს საქართველოს გამოაცხადა დამოკლება 18 წელს, რომ არ ყოფილიყო გერმანელები, ეს არ მოხდებოდა 26-ს და თუ გერმანიასაც არ ვაღიარებთ როგორც ევროპულ სახელმწიფოს, მაშინ რა არის ევროპა, ხო? ასე რომ ეს ძალიან სერიოზულად მოქმედებს და რასაკვირველია კოლონიებისათვის დამახასიათებელი პრიმიტიული განდიდების თვით კმაყოფილების რაღაცა გრძნობა, რომ სხვაზე უკეთესნი არიან, ესეც მოქმედებს და ჩვენ კარგად ვხედავთ ისევ აი ახლა ავიცი რა დავარქვათ, რა ქვია დეკლარაცია მანიფესტი წერილსო დაუბრუნდეთ ქართული ოცნებისა, მართლაც კარგად ჩანს
რომ ამ ეტაპზე ქართული ოცნება დათმობებს გაკეთებას არ აპირებს, უნდა ისევ აჩვენოს ყველას, რომ ისე იგი ის არის შეურყეველი და თავის გზას მიყვება. როგორც მათთვის დამახასიათებელია, ესე უზრდელურად მაგალითად ჯო უილსონს და სხვებს აგინებს და ლაპარაკობს ძალიან ბევრს ამ deep state-ზე. შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, რომ აი მაგალითად დღეს წავაწყდი რამდენიმე ასეთ კომენტარ სოციალურ ქსელში, რომ გლობალური ომის პარტია ფართო მასებისათვის, მით უმეტეს მომხრეებისათვის ქართულ ოცნებას უფრო გასაგებია, მაგრამ შესაძლებელია ამ deep state-ით ისინი კიდე ხარს უსვამენ, რომ რაღაცა კიდე უფრო წარმოუდგენელი, უფრო საშიში არის, ვიდრე ეს რაღაცა გლობალური ომის პარტია. სხვათა შორის, ის საინტერესოა ძალიან, იცით თქვენ, რომ ეს deep state-ი როგორც ტერმინი წარმოიშვა თურქეთში და თურქულიდან შემდეგში გავრცელდა თურქეთიდან შემდეგში გავრცელდა სხვაგან თორე ხა მანამდე ეხა ბორუხ სპინოზას დროს ამბობს ის რა სახელმწიფოში არსებობსო და ეს არის პრინციპში deep state-ია სახელმწიფოში ერთეგივია. ეს უფრო ასე ვთქვათ ანგლიციზირებული და უფრო გათანამედროვებული ფორმა იგივესი. და აი ამ შეთქმულების თეორიებით ის გარკვეულ ნაწილს საზოგადოებისა როგორც ჩანს თვლის რომ კიდევ შეუძლია მოატყოს. ეს მათთვის პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, აი არა მხოლოდ ყვილები, არა მხოლოდ აი ეს რაღაცა შეთქმულების თეორიების მოტანა, უკვე მასონებზეც ხო დაიწყეს ლაპარაკი და ასე შემდეგ. ახალი არ არის, მაგრამ ამავე დროს აი ჩვენ ვხედავთ როგორი პრიმიტიული ერთი შეხედვით შედარებით განათლებული ადამიანისათვის პრიმიტიული პროპაგანდა, მაგრამ ეს პროპაგანდა მოქმედებს. აი ჩვენ მაგალითად მე ვფიქრობ, რომ ბევრი ფიქრობს უпростоრეთ, რომ აი შევცდით, რომ ავლაპარაკობდით მშვიდობასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აი ამ გასულ წელს არჩევნების წინ და რომელსაც ისევ აი ამ წერილიდან კარგად ჩანს, რომ ისევ განაგრძობენ აი ამ თევის გამოყენებას. ძნელია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ რა უნდა გააკეთო, უნდა დაჯდე და იზახო მე მშვიდობის მომხრე ვარ თუ რა უნდა გაავაკეთოთ, ხო? რომ ეგენი ნაკლებად არის მშვიდობის მომხრე, ჩვენ უფრო ვარ მშვიდობის მომხრები. ისინი ნაკლებად პატრიოტები, ჩვენ მეტი პატრიოტები. ეს აღარ არ საითქინ არ მივყავართ, მაგრამ აი ამავე ჭრილში შეგვიძლია დავინახოთ როდესაც შემოვიდა, მაშინ მე ჩავთვალე სასაცილოა, მაგრამ იმოქმედა ასევე ამას წინანდელ არჩევნებზე. თქვენ კარგად გახსოვთ, აი ეს გარეჯი საქართველოს. თითქოს და საქართველოში ვინმე იყოს, ვინც ამბობს, რომ გარეჯი არ არის საქართველოს. რა უნდა გაეკეთებინათ მაგალითად ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ ეთქვათ, რომ კი ბატონო, გარეჯი საქართველოს. ასაკურველია გარეჯი საქართველოს. აბა რა გარეჯი საქართველოს, ხო? მაგრამ აი ესეთი ძალიან პრიმიტიული, მე ვიტყოდი აი ჩაქუჩით რუსებისათვის ძალიან დამახასიათებელი პროპაგანდა მუშაობს. ხო? ისე როგორც აი მაგალითად რუსულ პროპაგანდაზე რო საუბრობ. საბჭოთა კავშირი ამბობდა, რომ აი ბოლო ჭეშმარიტება მასთან არის და ის არის, რომელიც გააცისკრონებს კაცობრიობას ბედნიერებითა და ის მოუგდანს ყველას. რო დაინგრა საბჭოთა კავშირი, რუსეთმა ეს კი აღარ გადაიღო, კი არის რომ მართლმადიდებლობის თავარი ბურჯი რუსეთია, მაგრამ პრინციპში როგორც სახელმწიფო აღარ გადაიღო ეს, რომ ბოლო, იმიტომ აღარ არსებობდა იდეოლოგია. არც დღეს არ არსებობს რუსეთში ეს პუტინის ასაწყობა, ეს იდეოლოგია არ არის ეს რუსული შაუბნელი ნაციონალიზმი. თქვენს რომ აი ჩვენ რუსეთი არ არის კარგი სახელმწიფო, მაგრამ ნაბანახეთ რა ამერიკაც ხო არ არის კარგი. აი ჩვენ უკრაინაში ბავშვები დავხოცეთ. არ ამბობენ, მაგრამ მე დაახლოებით რომ წარმოვიდგენ, ნახეთ რა ქვია ამერიკელებმა რაქნეს ერაყში მაგალითად, ან ავღანეთში და ასე შემდეგ, ხო? ისრაელი ასაკეთებს და ასე შემდეგ, ხო? აქ რა ხდება? აქაც აღარ ამბობს ქართული ოცნება, რომ ახლა მე ვარ ძალიან კარგი, ძალიან გაუჭირდება ამის თქმა, მაგრამ სულ გაუთავებლად ამით იმუშაობს, იმათზე აი ჩვენ წინ ვისიყვნენ, იმათზე უკეთესი ხო ვართ. რაღაცით. ეგეც ძალიან რთულია დღეს, მაგალითად თქვა, მით უმეტეს, როდესაც იმით თამაშობდა წლების განმავლობაში, მithom მოძალადი არ იყოთ. ეხა ასეთ ძალადობას, რაც ჩვენ ვნახეთ, აი ამ ბოლო თვეების განმავლობაში და უკვე გაზაფხულზეც და ასე შემდეგ, სისულელი ახლა ამის თქვიცე, მაგრამ რაღაცა გარკვეულ სეგმენტზე როგორ ჩანს ეს მოქმედებს და აი ამ სეგმენტისათვის კეთდება ყველაფერი და რაც მთავარია, აი ეს წერილი აჩვენებს, რომ ჩვენ არაფერს არ დავთმობთ. ნახოთ დასაკვირველია, ნახოთ.
რადგანაც საუბარი ჩამოვარდა იმაზე, რომ ცოტა უფრო დიდ ჭრილში დავინახოთ და არა ამ იზოლაციონისტურ მარტო საქართველოსთან მიმართებაში თქო საქართველოს გარშემოტრიალებს მთელი მსოფლიო პოლიტიკა, ან მეორე მხარეზე დგას ხომ სრულიად სხვა რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ რაც გავაკეთებთ, მაინც დიდი სახელმწიფოები წყვეტენ ჩვენ ბეწ. აი ამ ორ უკიდურესობას შორის ბალანსის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის კი არა, უბრალოდ ეკიდან გამოსვლა და საერთოდ ნახვა იმისი, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის ბედი გადავწყვიტოთ. ეს რამდენად მოხერხდება, როდის მოხერხდება ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება რთული სათქმელი იყოს, მაგრამ ასე არ არის, რომ რა ქვია ვიღაცები წყვეტენ საქართველოს ბედს და აქ ყველაფერი იქიდან იმართება, ხო? ისე როგორც რომ, რა ვიცი, თითქოს მთელი მსოფლიო ებრძვის ერთმანეთს საქართველოს გამო. ეს ორივე სრული აბსურდია, მაგრამ აი ასევე რაღაც აქტუალური თემებია, ხო? აი გუშინ იყო პრესკონფერენცია დონალდ ტრამპის და ისეთი რაღაცები ლაპარაკა. ძალიან ძნელია ერთადერთი რაც ყოველთვის ვიცოდით, რომ არაპროგნოზირებადია, ხო? ჩვენ რეალურად არ ვიცით, ხომ, იქ გრენლანდია, იქ რა ქვია, კანადის ამბავი, მექსიკის ყურის გადარქმევა, პანამის არხი, ну, აი, მე ვიტყოდ საოცრებებია და ამავე დროს გაგებით, გარკვეულწილად გაგებით მოგიდება, რადგან მას აქვს ახლო ტერიტორიების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რომ ისიც ესმის თურმე, რომ რუსეთი გაღეზიანდა, რომ უკრაინას ნატოში უნდა შესვლა. ხო, და რატო ვამბობ იცი ამას, რომ ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობ, აი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის 100 წლის თავის აღნიშნა რო იყო 2014 მაშინ ვლაპარაკობდი ამასთან დაკავშირებით, რომ სამყარო იმყოფება დიდი გარდატეხვის მომენტში. ახლა ყველა ლაპარაკობს ამაზე. მაშინ არ იყო ასეთი ხშირი ლაპარაკი ჯერ კიდევ 2014 წელს დიდი ეპოქების ზღვარზე ვიმყოფებით. მიჯნარი, გარკვეული. ამას მერე მოყვა პანდემია, ამას მერე მოყვა უკრაინის ომი, რომ ძალიან ბევრი რამ შეცვალა. და ახლა მართლაც ეს არის საერთოდ მიღებული აზრი, რომ ვიმყოფებით რაღაცა ეპოქების მიჯნარს. აი ასეთ მდგომარეობაში, შესაძაც მართლა მსოფლიოში ძალიან სერიოზულად რაღაცეები იცვლება. საქართველოს სჭირდება სტაბილური მთავრობა. სტაბილური მთავრობა, რომელსაც აქვს კარგი კონტაქტები უცხოეთთან და ადეკვატურია და არა რაღაცა ყველაფერს არ წარმოიდგენს რაღაცა შეთქმულების თეორიების მიხედვით. ამიტომაც თუნდაც ამის გამო ამჟამინდელი თვითმარქვია ხელისუფლება ნამდვილად უნდა წავიდეს, იმიტომ რომ მათ დაკარგეს ყოველგვარი კონტაქტი მნიშვნელოვან სოფლიო მნიშვნელობის მოთამაშეებთან. ისინი ვერ დაალაგებენ მიუხედავად არაპროგნოზირებადობისა ტრამპთანაც, იმიტომ რომ რა შეჯერდება ტრამპს და ალაგოს ამათობთ რა საერთო ფასეულობები აქვს. ვარაუდი სხვა არის ალბათ. ხო, ამასობაში დაიწყეს ამასთან დაკავშირებით ემზადებიან იმისათვის, რომ 20 იანვარი ისე ლამაზად არ გათენდება მათთვის, როგორც მოელოდნენ. ხო, ძალიან ჭირდება საქართველოს აი ამ პერიოდში მithumedes თავრობა, რომელსაც აღიარებს ხალხი და თავრობა, რომელსაც შეუძლია ეპოქა ესმის, არა აქვს ესეთი ვიწრო ხედვა რაღაცა, აი ესეთი მართლაც ფსევდოპატრიოტულ, ფსევდორელიგიური რაღაცა შოვინისტური და თქვათ შოვინისტსაც კი ვერ დავარქმევდი, აი უსახო რაღაცა ფსევდოპატრიოტიზმი, რომელთაც ისინი პროპაგანდას ეწევიან, თორე ხალხი აზე ვლაპარაკობთ, ხო საერთოდ. და აი ამ მართლა ძალიან რთულ პერიოდში საჭირო აუცილებლად რომ არსებობდეს ხალხის მიერ აღიარებული და ჩვენ ხედავთ რომ ამ თავრობას ეს აღიარება არ აქვს, რაც არ უნდა იწვალონ და რაც არ უნდა თქვან ამ ქვემოთ მოიშალა აი ის რასაც ეყრდნობა ნებისმიერი ხელისუფლება. ამათ აღიარება არ აქვს ხალხისაგან და ამიტომაც ჩვენ გვჭირდება ხალხის რო დგას მათ უკან ისეთი მთავრობა, რომელსაც ასევე აქვს ცოდნა შეიძლება გამოცდილებაც იმისი რომ დაამყაროს ნორმალურ ერთობლიობებს მეზობელ ქვეყნებთანაც და დიდ მოთამაშეებთან. ხო, მე მესმის ლაშენ ძალიან მნიშვნელოვანი რამოდენიმე მომენტი გამოყავი შენს მონოლოგში.
ხო, მონოლოგივით გამოვიდა მართალია, რა უშავს. განსაკუთრებით აი ეს პროპაგანდის ხასიათი. მე მახსენდება რაღაცა რამოდენიმე კურიოზული ვიდეო, რომელიც YouTube-ზე შეგიძლია თავისუფლად დაძებნონ ჩვენმა მაყურებლებმა, როცა ბრტყელი დედამიწელი დაუშვათ უხსნის ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორს. თუ რატომ არის დედამიწა ბრტყელი და მისი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ დედამიწა თუ მრგვალია, მაშინ ზღვა უნდა ჩამოიქცეს გვერდიდან, ხო? აი დაახლოებით ამდაგვარივე შეუთავსებლობა არის აი ამ პროპაგანდაში, როცა გინდა ადამიანს, რომელიც პროპაგანდის მსხვერპლი აუხსნა. უშუალოდ ეს გლობალური ომის პარტია Deep State და სამყაროს ესეთი გამარგინალებული, გამარტივებული ინტერპრეტაცია რაოდენ არაადეკვატურია. შენ პრაქტიკულად მას, რა ვიცი, აი ნულიდან უნდა აუხსნა ყველაფერი, ხო? და ეს ნულიდან ახსნაც არ გამოდის, იმიტომ რომ ჭადრაკს ვერ ითამაშებ იმ თამაშისთან, რომელიც ჭადრაკის წესებით არ თამაშობს. და სკიპურტებით გეთამაშება. და ეს ძალიან კარგად იციან იქ, ვინც ამას აკეთეს მიზანმიმართულად. მაგრამ ამ ასე თუ პროპაგანდის მსხვერპლი ძალიან ბევრი ადამიანია სამწუხაროდ. ეხლა შენ მეორე მნიშვნელოვანი მომენტი. აი, ერთ რამეს ვიტყვი კიდე, მართლაც რუსეთში, ეხლა არ მინდა სულ რუსეთზე ვილაპარაკოთ, მაგრამ რუსეთში ძალიან უყვართ ეზოთერიკა, ხო, ითვლება რომ რა ქვია, ძალიან მართლმადებელი ხალხია, ძალიან დიდი მოყვარულები ეზოთერიკისა და ამავე დროს აი ამ ეზოთერიკიდან ადვილად გადადიან ამ შეთქმულების თეორიებში, ხო? ეს რუსეთისათვის ძალიან დამახასიათებელია, სულ მთელ სამყაროს ხედავენ რაღაცა დიდ შეთქმულებად და არ არის ხო შემთხვევითი რომ აი ეს სიონის ბრძენ დაუქმები, რომელიც შესახებად ვიცით ვინ გააკეთა, როდის გააკეთეს, სად დაიბეჭდა პირველად, ასე შემდეგ, ყველაფერი რუსეთში მოხდა ეს ყველაფერი, ჟანდარმერიამ გააკეთა, ანტისემიტური ამბავია, ხო? და აი ვიცით ყველაფერი აი ამ როგორ შეიქმნა, ხო? და ამავე დროს ჩვენ დავინახეთ რომ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაინგრა 90-იან წლებში ყველაფრის დაბეჭდა შეიძლება და ისევ თავიდან დაიბეჭდა და ისევ ჯერათ ადამიანებს ამისი და აი ამისი მახინჯი პატარა რუსეთი დიდი იმპერიაა და მას შეიძლება რაღაცაში ესეთი პრამები ჭირდებოდეს. აი ამ პატარა საქართველოშიც არიან მისი მიმდევრებიც და იმეორებენ რუსების ნათქვამ რაღაცა გარკვეულ თეორიებს. აი მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რაც აი ამ საბჭოთა, რა ვიცი, ცხოვრებისეულმა პრაქტიკამ შექმნა ერთგვარი მანკიერი, ერთგვარი ფარდობითი მორალი და უშუალოდ ჩალიჩა ადამიანების მიმართ, ცეხავიკების სიმპათიების მიმართ. იყო ესეთი ჯიგრულ პონჩი. ხო, ჯიგრულ პონჩი ადამიანების მიმართ, აი ლაზაშვილი ერთ-ერთი იმ პერიოდის ერთგვარი ოლიგარქი, რომელსაც ძალიან ახაცა განსაკუთრებული манипуляციებით გამდიდრდა, მაგრამ ეს სიმდიდრემას არ უნდა ეჩვენებინა თითქოს ესე დემონსტრაციულად, მაგრამ თბილისის დინამოს აფინანსებდა კაცი და აქედან გამომდინარე ახლა ლაზაშვილი იყო განსაკუთრებული. აი ეს ლაზაშვილის ერთგვარი პარადიგმა, თუ კემასოს ნიმუშის ვიღებთ, მისი პარადიგმა არის უკვე თანამედროვე ოლიგარქები და სიმპათიები ამ ოლიგარქების მიმართაც და აი ამ ესეთი ადამიანების, რომლებიც წესებით არ მოქმედებენ, მაგრამ განსაკუთრებული წესებით მოქმედებენ, რომელიც ჩვენ ჯიგრულ პონჩი წესებია და ამ წესებს ემორჩილებიან და ვინც კიდე ამ წესებს ვერ აკეთებს, ის საწყალი კაცია. ის კიდე უფრო შეურაცხყოფელი ნიშნულობების არსებობს ესეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც კანონს ემორჩილებიან, რა ვიცი, დააბეძღებენ კანონდარღვევას თუ ასე შემდეგ. ეს მოვლენები რაღაცნაირად მოქმედებს და თითქოს და აი ამ მავნე კულტურულმა პრაქტიკამ ერთგვარად გამოხედა როგორც მუწუკი უკვე აი ამ მეორე მხარეს. აი ეს როგორ წარმოიშვა? რატომ იყო თუ არა ეს ქართულ კულტურაში რაღაც ამდაგვარი თუ ეს რაღაცა საბჭოთა კულტურის რაღაც? საბჭოთა კულტურა, მაგრამ სხვა კულტურა არა გვაქვს. ერთხელ თქვი რომ აი ქართული კინოების ძირითადი ნაწილი საბჭოთა პერიოდშია შექმნილი, კარგიც და ცუდიც, ხო? და ახშფოთო მოთხარ არ იყო მანამდე ერთი ქრისტინე ძლივს გადაიღეს მანამდე ხატული ფილმი და კიდე რამდენიმე პატარა დოკუმენტაცია გაკეთებული დოკუმენტური ფილმი. ხო, რა ვქნათ 70 წელი ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი, მე ვიტყოდი კოლონია, ესეც არა კარგად შესწავლილი, იმიტომ რომ რუსული კოლონიაზმი იმპერიის დროს, მერე საბჭოთა კავშირის დროს, როგორ განსხვავდება დასავლური კოლონიალიზმისაგან, რომელიც ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ამასთან დაკავშირებით, ხო, იმპერიალიზმისაგან, მაგრამ ეს იყო ეს ზღვისი ქითა ქვეყნების კოლონიალიზმი, ხო? ანუ მნიშვნელოვანი ამბავია ძალიან, იმიტომ რომ აი ჩვენ ხედავთ რომ ძალიან ხშირად განათლებული კულტურული რუსიც
რომელიც სრულიადაც არ არის დიქტატურის და რაღაცა ტოტალიტარიზმის მომხრე, მასაც უჭირს თქვა რა არის რუსეთი, ხო? აი მაგალითად ჩეჩნეთი შეიძლება თუ არა გამოიყოს რუსეთს, ხო? მაშინ თუ ჩეჩნეთი შეიძლება გამოიყოს ბევრად უფრო მომზადებული ამისათვის თათარსტანი, რატო არ შეიძლება გამოიყოს, სადაც არის მეტი თქვა ნავთიც არის, უფრო დიდი ფართე ჯგუფია, რომელიც ელიტას წარმოადგენს, განათლებული და ასე შემდეგ, რატომ არა, ხო? იმიტომ რუსეთი ესე ტერიტორიულად იპყრობდა, გარშემო ტერიტორიული იმპერია არის, გარშემო და ამიტომაც მათთვისაც რთულია ამის წარმოდგენა და სამწუხაროდ მათ წარმოდგენაში იგივე მეთოლოგიზაციის საშუალებით ჩვენ შევდივართ, ხო? კი იცის რომ ქართველი შეიძლება სხვა არის და ეს ტერიტორიაც ყოველთვის არ იყო რუსეთი, მაგრამ აი ეს რუსულ წარმოდგენაში მაინც რაღაცნაირად ნაწილი არის აი ამ რუსეთისა, რომლის ერთადერთი არსებობის ფორმად იმპერია ითვლება და სხვა ფორმა ამისი არ არსებობს. ამიტომაც ყოველგვარი ცდელობა რუსეთში რაიმე დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისა, აი თქვა 1917 წელს იყო ასეთი ცდელობა თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ოქტომბრის რევოლუციამდე, სანამ ბოლშევიკი დიქტატორული რეჟიმი დაამყარეს, ან თქვა როცა დაიშალეს საბჭოთა კავშირი, მაშინაც იყო მცირედი ცდელობები, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ აი ამ დიდ იმპერიაში ძალიან ჭირს, ეს არ არის ტერიტორიის ამბავი, როგორც ხშირად წარმოდგენ, ამერიკაც დიდია და თქვა კანადა და ასე შემდეგ. არა, ეს არ არის ერთიანი სხეული. და არასოდეს არ ყოფილა, შეიძლება საუკუნეების განმავლობაში შეგვეწიწებული იყო, მაგრამ ამიტომაც ჩვენ აი ამ რუსულ სფეროში ვიმყოფებით რუსი ნორმალური ადამიანისათვისაც კი, რაც ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რასაკვირველია. მაგრამ ამავე დროს აი იგივე ვთქვათ ბევრი რამ სტალინმა შექმნა ეს სისტემა ქურდებზე დამყარებული. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ხა ძალიან ლაზაშვილამდე და იქამდე თუ არ წავიდეთ წინ, ხო? იქან იმ დროსაც შეგვიძლია წავიდეთ, ხა არა მხოლოდ შევარდნაძეზე ახლა უკეთესი საუბრები, არა მხოლოდ სტალინისტები, სტალინიზლები, არამედ მთელი ჯგუფები, რომლებიც ამბობენ Facebook-ზე იყო ეგეთი ჯგუფი, მაგალითად, ჟავანაძის პერიოდი იყო დიდი ბედნიერების პერიოდი, თქვა, ხო? იმიტომ რომ მას მიაწერენ სიტყვებს იცხოვრე და სხვასაც მიაცი ცხოვრების საშუალება თუ რაღაც მსგავსი, ხო? და აი ამაში ჯდება აი ეს ქართველი მაშინ როგორც ეძახოდა ფარცოვშჩიკები, იქაური ბიზნესი და მithom ბიზნესი, ისიც ხო გაგიგიათ ხშირად რომ აი ჯერ კიდევ როდის ქონდა კაპიტალიზმის ელემენტი, არანაირი კავშირი კაპიტალიზმთან მასაკურველია არ აქვს ამას, ხო? და მე ხა 90-იან წლებში ხო კარგად გვახსოვს რა ქვია ბავშვების დიდი ნაწილი ოცნებობდა რომ ქურდი გამოსულიყო და აი ეს ხელისუფლება ეგრეთ ხა უკვე თვითმარქვია არჩევნების შემდეგ ხო როგორც კი 2012 წელს მოვიდნენ ჩემთვის იყო ეს გრძნობა რომ ეს არის რევანშისტები ეს არის აი ძველი საქართველოში სერიოზულად ელიტები არასოდეს არ შეცვლილა მაგრამ სხვადასხვა ნაწილები მოდიან ხოლმე სათავეში ხო და ჩვენ დავინახეთ რომ 2012 წელში აი მოვიდა ის ხალხი ვინც აიმნაირი გაგების იყო შეიძლება 2012-ში ეს არ ჩანდა მაგრამ აი ერთ რამეს გეტყვით აი კარგად მახსოვს რა 1 ოქტომბერს იყო არჩევნები 2012 წლის ორში ქუჩაში გავედი და უკვე წლების შემდეგ უნახავი რამე ნახე ქუჩაში ჩაცუცქული ბიჭები ისევ და წირო იფურჭებოდნენ. აი ესენი დავოვიდნენ. ისე როგორც მაგალითად ტაქსში ჩავჯექი, ასევე ორში და მეუბნება ტაქსისტი რომ არ გინდა ხვეც ნუ შეიკრავოთ, რატო თქო ვკითხე, ჩვენები მოვიდნენ. ხო? ანუ აი ეს დარღვევა კანონის თუნდაც შენ საწინააღმდეგოდ იყოს, აი ეს ფსიქოლოგია რასაკვირველია გაცოცხლდა. ეხლა რა ქვია 2012 წელში რომ ვიღაც ვერ ხედავდა ამას ან 2013-14 წლებში მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად მახსოვს აი ვის ეყრდნობა ეს ქართული ოცნება აი ამ ხალხს ეყრდნობა მაშინ 2013 წლის 17 მაისს რომ დასდევდნენ ადამიანებს მოსაკლავად დასაჩეხად და მე რო ჩვენ ნახეთ რომ დაჩეხეს და დაკლეს კიდეც ადამიანები აი ამ ჯგუფებს ეყრდნობა დღეს ქართული ოცნება რომელიც მithom იბრძვის რა ქვია ქართული ტრადიციული ფასეულობებისათვის და შეიძლებოდა დანახვა მაგრამ აი უკვე დღეს, როდესაც ადამიანი ამას ვერ ხედავს, მართლა ძალიან რთულია ადამიანთან ლაპარაკი, იმიტომ რომ აი ეს ყაველაშვილი
ეს ფსევდოპრეზიდენტი არის აი ჩაცუცქული ბიჭების პრეზიდენტი და აი ისინი მოვიდნენ და ახლა უკვე აი განსხეულება მოხდა იმისი, რასაც მე რევანშის ვეძახი. ხო? აი ამ გაგების ადამიანები და აი ამ გაგების ადამიანები თავისთავად ტრადიციონალისტებად თვლიან. ეს არის ძალიან საინტერესო. ხო, იმიტომ რაღაცა ტრადიციის გაგება, თითქოს აი ამ რაღაცა ღირებულების ტრადიციას, აი რა ღირებულების, ხო, მაგრამ ხო, რაღაცა გარკვეულწილად თვლიან, ესეც ხო ყალბია სრულიად, ისე როგორც ახლა როცა ვუყურებთ ხოლმე ამაზერძენია ყველას ლაპარაკობ არა მარტო ქართულ ოცნებაზე, აი ეს ერთმეტრიანი იმებით რო დადგებიან ხოლმე თვალთმაქცი ადამიანები ეკლესიაში სანთლებით. და აი საერთოდ სუფრაზე რო ლაპარაკობენ და აი სუფრა რო არის ქართველობის განსახიერება. თქვენ რო ნახოთ რუსული რილსები, რაც რუსები შემოვიდა, მას შემდეგ აი Facebook-ზე სულ რილსებს მიყრის ხოლმე რუსებისას რა. ნუ დასაწყისში იყო ზეთა ხინკალე გორნაჯამო და აჯარული ხაჭაპური. ახლა უფრო სხვადასხვა თემებია, მაგრამ მათ შორის ყველაზე ჩემთვის საინტერესოა დღემდე რუს როგორ წარმოუდგენია საქართველო. და ქართველის აი ამ გარკვეულ ჯიშს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, უნდოდა რომ აი ამ ანეკდოტური ქართველის შესაბამისი ყოფილიყო. და დღესაც არის აი ამ ტიპები, რომელსაც აი ეს მოსწონთ რუსი რო შეაქებს. არის ხან მანონუ ხო, აი დაახლოებით, ხო. აი ეგ არის გაუთავებლად რა ის ივანოვის ხაჩუზია, ვიღაც რუსი ქალები ყვებიან როგორ უნდა დააბან ქართველი კაცი, აი რაღაცა ამ მაზერძენი, რომელიდანაც ჩვენ დიდი ხანია გამოვედით სინამდვილეში და ამიტომაც მგონია რომ რაც არ უნდა მოინდომოს ქართულმა ოცნებამ როგორ პრინციპულადაც არ უნდა აჩვენოს თავისი თავი რომ აი არაფერს არ დათმობს როგორც აი ამ წერილში დღეს რო გამოქვეყნდა ხო მოუწევთ იმიტომ რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა არა მხოლოდ ქალაქში როგორც ზოგჯერ უცხოელებს გონიათ ხოლმე და არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული განათლებული ნაწილი აი ხა ამ ზაფხულს შემოდგომაზე ძალიან ბევრი ვიარე საქართველოში და მე მინდა გითხრათ რომ მე გერმანელს ძალიან კარგად ვიცნობ. აი გერმანელი გლეხი რომელმაც შეიძლება ფანტასტიკურად იცოდეს თავისი საქმე. როგორც ფერმერმა იცოდეს, ხო? აი მაინც რა ქვია ჩემის მარწმენით არ მინდა ესე გამომივიდეს მეც მაგრები ვართ ქართველები რაზეც დავიწყეთ ლაპარაკი მაინც განსხვავდება აი ეს ქართველი გლეხი აი ბევრ საკითხებთან დაკავშირებით მე ვიტყოდი უფრო ჯანმრთელად ფიქრობს და უფრო კარგად ხედავს მიუხედავად იმისა რომ განათლება არ არის ხო მიუხედავად იმისა კი არა მაგრამ მიუხედავად იმისა რომ განათლებლად ჩაითვალოს იმიტომ რომ არ დაუმთავრებია უმაღლესი სასწავლებელი ზოგიერთი ქართული ოცნების წარმომადგენლისგან განსხვავებით მაგრამ ბევრად უფრო საღი ხედვა აქვს რეალობისა ვიდრე ბევრს ეგრეთ წოდებულ განათლებულ ანალოგს ხო მაგ რილსებზე გამახსენდა მეც სხვათა შორის მოხდება ეგეც და ყველაზე საინტერესო აი ამ რილსებში რაც მოხდება ერთგვარი კულტურული შოკი რომ ეს ახალი ქართველები მათთვის არის აბსოლუტურად გამაუგნებელი სიახლე კი ეგეთები შეხვედრია ეხლა მაგრამ მიუხედავად ამისა ის ნოსტალგია ერთ ბოდიში რომ გაწყვეტინებ ეხლა რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა ერთი ჩემი მეგობრის ყოფილი ცოლი რუსი, ხალი რომელიც აწყობს რაღაც ივენთებს და რუსების ჯგუფი ჩამოყავდა და შევხვდი ამ მეგობრის გამო და შემომჩივლა რომ აი ეს რა ქვია აეროდრომი ქუდები რო იყო აი მიმინოს რო ხო რა ქვია აღარ იყიდებაო და რა ვქნაო რა გავაკეთო და მოთხე რა შეგჭირდება თქვა ერთი 50 კაცი ჩამოდის რომ იმათ უნდა დაურიგო და მოთხე ხო აღარავის აღარ ახურებს და რა შეგჭირდება რომ რა ქვია გამიგეო რა ეგრე წარმოუდგენიათ რომ ეს არის მათთვის საქართველო აღარ არის და შოქში ვარდებიან მართლა ანუ ის ქალბატონი ერთ-ერთი რომელიც აღნიშნავდა ეგ ანუ გვაქებდა ხა ეს შეხება ჩემთვის მადამედი ღირებულება არა მაგრამ საინტერესო თავისთავად ის ფაქტი იყო რომ ის პროტესტები რომელიც თბილისში იმართება მსგავსი მოდური არის მართებაო და მეო დარწმუნებული ვარ რომ მომავლის ბელენსიაგები და ასე შემდეგ აი ამ ასე თქვა გამოსვლების მიხედვით აგებული თემატიკებზე იქნება ეს ნიღბები ალბათ ან ესეთი ალბათ როგორი გოგოები დადიანო როგორი ახალგაზრდა ბიჭები დადიანო მეო ესეთი არ მინახიავსად ანუ ეს ფაქტი მართლაც არის ანუ ჩვენ მართლა ვხედავთ ერთ საინტერესო ფაქტს რომ დამოუკიდებელ საქართველოში ამ 30 წლის მანძილზე თუკი ჩვენ ამაში გავიმარჯვეთ იმაში რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი რესოციალიზდა და
ინტეგრირდა დასავლურ ცივილიზაციასთან ისე, რომ ქართული ცივილიზაციის საუკეთესო სინთეზი განახორციელა მაშინ. ეს არ არის კოპირება, ეს არის პირიქით ინტერპრეტაცია. არც არავინ არ ითხოვს განსხვავებით როგორც ქართული ოცნების პროპაგანდა, არავინ არ ითხოვს ჩვენგან რომ 100% იმად დაემდგავს. არავინ არ მოელის ამ. რატომ არის ევროპა ისეთ კარგი? აი ევროპა არის უაღრესად მრავალფეროვანი. აი ეს არის ძირეული განსხვავება მაგალითად აღმოსავლური აი ამ დიქტატურებისგან და როგორც აი ბერძნებსა და სპარსელებს შორის იყო ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში, ხო? აი ეს გაყოფა, ბერძნებმა მოიგონეს ერთის დაყოფა სამხაროზე ევროპა და აზიად, ხო? სრულად პოლიტიკური სარჩული ქონდა, სრულად პოლიტიკური სარჩული იყო ამისი, რომ აეხსნათ გეოგრაფიულადაც ატომარი განსხვავებები, ხო? და ამიტომაც რა ქვია ევროპა მართლაც არის უაღრესად მრავალფეროვანი, როგორც და შეგვიძლია თქვა, რომ ახლა ესპანეთი და სკანდინავიის ქვეყნები საერთოდ ერთმანეთს თუ ასე უყურებ, ხო? რასაკვირველია ახლა მაგალითად ესპანელებთან ბევრად უფრო მეტი სამხრეთის ქვეყნებია და ისე გვაკავშირებს. ისე როგორც რა ქვია, მე სულადაც არა ვარ წინააღმდეგი, აქ არის საუბარი, რაზეც ჩვენ საუბრობთ, არის რა ქვია, რუსეთის ტიპის ქვეყანა თუ ევროპული, ხო? თორე აღმოსავლეთი ჩვენთვის ძალიან ახლოა. რატომ ვართ ჩვენ ევროპისათვის კიდე საინტერესო? ჩვენ ვართ პრინციპში ხიდი აღმოსავლეთისაკენ, თორე ჩვენ აღმოსავლურ კულტურაზე უარი კი არ უნდა ვთქვათ. აღმოსავლურ, აი მე მაგალითი მომყავს ხო უცხოელებთან ხშირად ჟურნალისტებთან თუ რა ვიცი, სხვა დარგის ხალხთანაც საუბრებში, რომ ჩემთვის ანდერსენის გრიმის ზღაპრები ბავშვობაში ისეთი მნიშვნელოვანი იყო თუ ისეთი მნიშვნელოვანი იყო, როგორც მაგალითად 1001 ღამე ან მოლანასრედი, რომ გიჟდები დღემდე. ქართული ზღაპრები რა. ქართული ზღაპრები დასაკვირველია, უაღრესად საინტერესო, ხო? უაღრესად. ხო და ინაციკარაგინა ნაცარქიკი. ამხელა მორალიდან. აი ეს არის, რა ქვია, ეს ბალანსია საქართველოში სწორედ განსაკუთრებული. არავინ არ გეუბნება, რომ შენ ამაზე უარი უნდა თქვა, არავინ არ გაიძულებს, რომ რაღაცა ისინი მიიღო. არის მინიმუმზე შეთანხმება, რომ ადამიანის უფლებები არის მნიშვნელოვანი. ამათ, აი ახლა ამ წერილშიც არის კარგად ჩანს, რომ ადამიანის უფლებები ფეხებზე გვიდია. როგორი იქნება ჩვენდამი დამოკიდებულება დასავლეთში. არა მარტო ეგ ვიცით, აი პირდაპირ ამაში ხაზგასმა იმითი, რომ მორჩა აღარაფერი დასავლური არ ინტერესებს და ელოდებიან რაღაცა ბედნიერ ეპოქას, რომელიც მათი წარმოდგენით დადგება, როცა მათი მსგავსი მოფაშისტო ტიპები მივლენ იქაც ქვეყნების სათავეში და ამაზე ხო დიდი იმედი აქვს. სინამდვილეში მე ვიტყოდი, რომ აი თუნდაც მათთვის ასე რიგად საყვარელი ორბანიც შეიძლება საერთოდ არ იყოს დიდი მეგობარი ტრამპისა, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ესე ჩანდა. ხო? შევხედავთ. ძალიან საინტერესო პერიოდი მოდის, მართლაც ისეთი პერიოდი, რომელშიც ჩვენ უნდა ვიყოთ მრავალმხრივ მზად. და სამწუხაროა, რომ აი ასეთი არასტაბილური მდგომარეობით მივდივართ ჯერჯერობით წინ და ჩვენ ნახავთ სამწუხაროდ ეკონომიურ სიდუხჭირასაც ალბათ თუ ესე გააგრძელა ქართულს. არა, როგორც ჩინური ანდაზა ამბობს, ყველაზე რთული საინტერესო ეპოქაში ცხოვრება. ასაკურელი, ახლა მე როგორც ისტორიკოსი უნდა ვთქვა, რომ აი მე ძალიან მაყოფილი ვარ იმითი ძალიან რთულია რაღაც დისტანცია დაიჭრო მithumetes დღეს რაც ხდება იმასთან ხო და არც არის საჭირო მაგრამ ძალიან მოყოფილი ვარ აი მაგალითად სულ კითხულობდი პატარა როცა ვიყავ ისტორია და პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა და სულ კითხულობდი ხომ აი როგორ დაემხო ამ ხელ რუსეთის იმპერია თქვა 1917 წელს ხო როგორ აი კითხულობდი ლენინს და სხვა იმ პერიოდის ტიპებს და აი ამას რაღაცა ვერ ვიგებდი და მე დავინახე რომ ჩვენი დღეს საბჭოთა კავშირი როგორ დაემხო. კი, ამას წინ რაღაცა ვიდიოდა, მაგრამ მაგალითად იგივე აი საბჭოთა კავშირი დეკემბერში დაემხო და შემდგომში ზამთარში ვიყავი შვეიცარიაში ვსწავლობდი და ძალიან ხშირად დავდიოდი ხოლმე აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტში, რომელშიც ისეთ წიგნები იყო, რომელსაც სასწავლო საბჭოთა კავშირში ვერ დავეკითხავდი, ხო? და მე როგორც სტუდენტს ვთხოვეს რომ რაღაცა მოხსენება წამეკითხა საქართველოსთან დაკავშირებით ამ უფროსი თაობის სოვიეტოლოგებმა აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტებმა მოუყევი ახლა რაც ხდება საქართველოში და რა ხდებოდა მანამდე ცოტა ისტორია და ახლა რა ხდება ჯერ კიდევ
საბჭოთა კავშირი არის და მე ვთქვი საბჭოთა კავშირი დაიშლება თქო. რაზეც იმათმა გაიცინეს რომ ეს პატარა ბიჭი რას გვიყვება როგორ დაიშლება საბჭოთა კავშირი. მე ვთქვი ხა გინდა თუ არ გინდათ, მაინც დაიშლება, სულ მაინტერესებს ის ხალხი მე რას ვფიქრობდა იმიტომ და ეს იმას კი არ ვამბობ რომ რაღაცა გამჭვრიტე ან რაღაცა წინასწარმეტყველი ვიყავი. ეხა უნდა ბოდიში მოვიდა ცოტა იყო ჩოლუნგი უნდა ყოფილიყავი რომ ვერ დაგენახე ეს ამბავი რომ რამდენიმე თვის შემდეგ საბჭოთა კავშირი არ იქნება. მაგრამ ეს იყვნენ წამყვანი სოფლიოში ცნობილი სოვეტოლოგები და აღმოსავლეთ ევროპის მცოდნეები რომლებიც ასე თვლიდნენ ასე რომ ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ რომ ყოველთვის არ არის აუცილებელი აქ არის გარკვეულწილად ესეც კიდე რა ქვია საქართველოში ესეც რომ აი ვიღაცამ თქვა და ასე იქნება. ბოდიში რა ისე რომ დაუბრუნდეთ და ეს ქართულ კულტურაში არსებულ რაღაცა მანკივერ ერთგვარ რა ვიცი კულტურულ ნიმუშებს თუ ნორმებს აი შენ ახსენე ქურდული გაგება ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო ფენომენია როგორც სოციოლოგისთვის ისტორიკოსისთვის იმიტომ რომ ეს არ არის ცალკე ისეთი კონტრკულტურა რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კრიმინალურ სამყაროს აერთიანებს ან აორგანიზებს მისი გავლენა მთლიანად საზოგადოებაზე ტოტალურია შეიძლება ასე ითქვას და რაღაცა გაგებით სამოქალაქო კულტურასაც კი რასაუბრელია განსაზღვრავს და ერთგვარ სამოქალაქო პასიურობის დამადასტურებელი თუ რაღაცა შემქმნელი კულტურის ელემენტი არის. ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის არ ვიცი რამდენად კარგად შესწავლილი კერძოდ აი ამ კუთხით შესწავლილი. ხო, კერძოდ ამ კუთხით. მეორე რამე არის შესწავლილი, იმდენი რაღაცა გო შესწავლილი. როდესაც დაწყნარდება საქართველოს იმედია რომ აი უამრავი თემა რომელიც მართლა შესწავლილია. ეს თემა აი რამდენი ვთქვით მაგალითად ეს მთელი საბჭოთა პერიოდის ისტორია გადასაწერია კოლონიალიზმი როგორი იყო სინამდვილეში როგორ ხდებოდა ინტეგრაცია ამ კოლონიურ სისტემაში ადგილობრივი ელიტების ძალიან მნიშვნელოვანი აი ეს კონფორმიზმის კულტურა რომელიც ღრმა ფესვები აქვს საბჭოთა კავშირში ჩემ დროს რასაც მე მოვესწარი კომუნისტების დროს ხო ისე იყო რომ ფაქტობრივად იყო განადგურებული კომუნიზმი იდეოლოგიურად მე ვთვლი რომ 16 წლის შემდეგ საერთოდ განადგურდა ეს და პროსტალინისტური გამოსვლები რო იყო და მე რო ესროლეს იმ ხალხს 9 მარტს და რა იყო რა ქვია ტიპები იყვნენ ან კონფორმისტები ან კარიერისტები რომლებიც კომუნისტურ პარტიაში მიდიოდნენ ან ანეკდოტებს ყვებოდნენ საბჭოთა ხელისუფლებაზე კომუნიზმზე ეცინებოდა თვითონ აი ამ სისულელეებზე მაგრამ მშვენივრად ემსახურებოდნენ სისტემას ეს მუშაობს ეს არის ქურდული გაგება ეს კიდე სხვა რამე ხო აი ეს მუშაობს დღემდე აი ერთ რამეს დავამატებ კიდე ბოდიში რომ შეგაწყვეტინე რომ აი დღეს მაგალითად საჯარო სამსახურის ხალხი რომ უფრო მეტად არა პროტესტებს იმას რაც ხდება არა მხოლოდ იმის გამო რომ თქვა ორიენტაცია შეიცვალა საქართველოს ესე იგი მოატრიალა ქოცნებამ საქართველოს რაღაცა რუსეთისა და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების მიმართულებით მარტო ეს კი არა მათ თანამშრომლებს რომელთანაც 10-15 წელი ერთად იმუშავეს მათ აი ესე პირუტყვულად აგდებენ სამსახურებიდან საახალწლოდ და ხმას არიღებენ აი ეს არის ღრმა საბჭოური კონფორმიზმი კარგი დაუბრუნდეთ ქურდულ გაგებას ხო აი ქურდული გაგება იმით არის ძალიან საშიში რომ ამ გაგების ერთგვარი ლეგიტიმაციამ საზოგადოებაში შექმნა ადაპტირებული ქურდული გაგებები სხვა ანუ სამსახურებრივ სუბკულტურებშიც ანუ ყველაზე უცნაური ის არის რომ ქურდული გაგება არსებობს პოლიციაში ოღონდ ადაპტირებული ქურდული გაგება ქურდული გაგება არსებობს სამხედრო უწყებაში და ქურდული გაგება შეიძლება არსებობდეს მოსამართლეთა საზოგადოებაშიც. ანუ ამ გაგების თავარი ერთგვარი პოსტულატი ცხადია უკვე იმ კლასიკური ორგანული ნამდვილი ქურდული გაგებისგან ის აღარ არის როგორც არის საერთო შეგროვება და სხვა რაღაცები, მაგრამ არაფორმალური ურთიერთობის პრიმატი შენი საქმე შენ თვითონ მოაგვარე, ნუ ჩართავ ინსტიტუტებს შეიძლება ავტორიტეტები ჩართო. ხო, ავტორიტეტებს მიენდე, ერთად გადავწყვიტოთ, გვერდზე გავიდეთ ბიჭო და ეგეთი რაღაცები. აი ეს არის ქურდული გაგების ის ნიმუშები, რომელიც ყველგან არის მე გადაღებული. ქურდული გაგება შეიძლება მოისმინო პედაგოგებში და შეიძლება მოისმინო ლექტორებში. აი ესეთი საშინელი
ტოტალური გავლენა აქვს მას ქართულ საზოგადოებაზე და ძალიან რთული პრობლემაა. ჩემი აზრით, ძალიან სერიოზულად შესასწავლი, იმიტომ რომ არის რთული პრობლემა, რომ ახლა ვერც ერთი პოლიციელი ვერ ისაუბრებს ამაზე, თუნდაც ფოკუს ჯგუფები რომ მოაწყო, რომ გვაქვს ჩვენ ქურდული გაგება. კი, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი რომ აქვს. იმიტომ რომ აქ ცხოვრობ ჩვენ და ვიცით, ვისაუბრე ამ ადამიანებში და ვიცით როგორც მეტყოლი რა ლექსიკას იყენებენ ამ ლექსიკას სემიოტიკურად რასთან კავშირი ვიცით. კი, ნამდვილად. რატომ მოხდა ამ ქურდული გაგების აი ესეთი ტოტალური გავრცელება საზოგადოებაში შენი აზრით? საბჭოთა კავშირის დროს უნდა დაუბრუნდეთ ისე ერთ მხარეს ვთქვი რომ სტალინის დროს შეიქმნა საერთოდ აი ეს ქურდები როგორც სისტემა, თორე ქურდები ყოველთვის არსებობდა, რაც კაცობრიობა არსებობს, ხო? აი ეს რაღაცა გარკვეული იდეოლოგია ქურდების, სტალინის ჭირდებოდა იგივე საკონცენტრაციო ბანაკები, აი გულაგის სამართავად, იმიტომ რომ არ ყოფნიდა ძალები და აი ამათზე გადაიდანა, ანუ კრიმინალურ სამყაროზე გარკვეული წილის კონტროლი. და მათ ეყრდნობოდა ნაწილობრივ მაინც სისტემა. მერე იყო წინააღმდეგობა ამ სისტემის მიმართ, რა საკვირველია საზოგადოებაში. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვაგანაც. და აი ეს ხალხი, ვინც წინააღმდეგობაში იყო, რას ხედავდა, ერთადერთი შედარებით ორგანიზებული ჯგუფია, ეს მაფიოზურად ორგანიზებული ჯგუფებია და ამისადმი უჩნდებოდა სიმპათია, იმიტომ რომ ისინი წარმოდგებოდნენ როგორც აი სისტემის საწინააღმდეგო ჯგუფი. და ამან რა ქვია საქართველოში, სადაც არასოდეს დიდად სიმპათიით შეიძლება ითქვას, მით უმეტეს ბოლო 10 წლების განმავლობაში არ იყვნენ საბჭოთა ხელისუფლებისათვის განწყობილები, გამოიწვია ის, რომ ეს სიმპათია გაჩნდა აი ამნაირი გაგებისადმი, რომ აი ეს არის deep state საბოლოო ჯამში, სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, შეგვიძლია ასეც დავინახოთ, რომ აი სახელმწიფოში, როდესაც შენ იდენტიფიკაციას ვერ უკეთებ შენ თავს რაღაცა ოფიციალურ სახელმწიფოსა და სხვა ორგანიზებული ჯგუფი არსებობს, რომელშიც შეიძლება შენი თავი და გარკვეულწილად რაღაცა გაგება იპოვო. აი ეს არის ჩემი აზრით, რაც დღემდე მოქმედებს. აი ნახე, რა საინტერესოა კიდე ერთი მომენტი. აი ეს მართლაც თითქოს და დაიძლია, რომ არა ის რევანში 2012 წლისა, დაიძლია სააკაშვილის პერიოდში, ხო? რატომ ზულს რუსეთს სააკაშვილი? იმიტომ რომ რა უნდა რუსეთს, ამაზეც ხშირად მილაპარაკია და კიდევ ერთხელ გამეორდები, ბოდიშვიხტი, ვინც ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მოусმენია, რომ რუსეთს უნდა რომ ყველა აი ეს ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, აი ბალტიის ქვეყნებზე თვალი დახუჭეს, იმიტომ რომ მათ მოასწრეს და გავიდნენ სამშვიდობოს, მიუხედავად იმისა, რომ მათთვისაც საშიში არის ეს რუსეთის იმპერია დღესაც. მაგრამ ყველა სხვა უნდა რომ აიყოს არ შემდგარი სახელმწიფო. აი სადაც აქვე ქურდული გაგება იქნება, სადაც ავტორიტარი იქნება ხელისუფლების სათავეში, სადაც არ იქნება დემოკრატიული სტრუქტურა, სადაც არ იქნება ინსტიტუციები, სადაც კორუფცია შეჭამს ყველაფერს, ხომ? ასეთი იყო საქართველოს სააკაშვილის მოსვლამდე. და მან აჩვენა, რომ შესაძლებელია საქართველოში შეიქმნას ასეთი სახელმწიფო, რომელიც ბევრად უკეთესად ფუნქციონირებს, ვიდრე ოდესმე რუსულ სახელმწიფოს ფუნქციონირებდა, ხო? და აი ეს იყო დიდი ზიზღის და დიდი სიძულვილის ამბავი და ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ რატომ გაჩნდა ზიზღი აქაც, მე ეს არის ძალიან უცნაური. წარმოუდგენელი პროპაგანდა. დღესაც ხომ იმეორებენ ნაცკოცური. აი დასაწყისში რო ვახსენე, რომ მე კი არა ვარ კარგი, მაგრამ ისინიც არ იყვნენ კარგი, ხო? აი ამ იმაში გაერთიანეს და ვინც ამას დღეს იმეორებს, ისინი არიან სრულიად კოცური პროპაგანდის ან გამტარები, ან უბრალოდ აი კოცურ პროპაგანდას ემოქცირებია. იცი რა არის ამის ამ ორი სრულიად განსხვავებული ვთქვათ, რა ქვია, პარტიის ჯგუფის ერთად დაყენება უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ პერსპექტივას ვერ ხედავ განვითარების საბოლოო ჯამში და შენ ვერ ხედავ უბრალოდ იმას, რა ნეხვიდან ამოიყვანა, ბოდიში მომითხოვია, აი ამ მართლა ნეხვიდან ამოიყვანა საქართველოს სააკაშვილომ და მისმა ჯგუფმა, მის გარშემო, ხო? მაგრამ ლაშა, ისი თქმა მინდა, რომ აი ეს ზიზღი მხოლოდ გარედან მოსული იმპულსებით კი არა, აი სწორედ აი ამ ზაობითაც იყო, ანუ ადამიანი, რომელიც განწყობილია მენტალურად, აი ამ თუნდაც ქურდული გაგება იყოს და კიდე სხვა რევანშიზმი იყო თქვა, მაგაც ვამბობ, რომ იმუშებით რო თავი გამოსებული, ხო? მისთვის
ანუ სახელმწიფო ინსტიტუტი და სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირება. კი, იმიტომ რომ საბჭოთა სახელმწიფო იყო. უკვე იყო მისი შემზღუდველი. კი, და აი მე რო გითხარით, აქვია, გვერდს გაიკეთებ, იმიტომ რომ ეს გვერდი კაცურობას, აი მაშვება, რა ქვია, ზღუდავს. გავიხსენოთ. აი, როცა სალარო აპარატები კი, რამხელა წინააღმდეგობა ქონდა. აი ახლა ამ გადასახედიდან ხო სასაცილოა ეს პროტესტი, მაგრამ ამ პროტესტს მაშინ ძალიან ბევრმა პოლიტიკოსმა თანაუგზნო, მათ შორის ზოგიერთი ჭალებში დიდი ეკონომისტებიც იყვნენ და მე ვერ ხვდებიო, არ ვასახელებ სპეციალურად სახელ და გვარს, მე ვერ ხვდებიო რა საჭირო არისო სალარო აპარატიო, ანუ ადამიანისთვის რომელსაც მცირე საბაჭრო პატარა ობიექტი აქვს, რა საჭირო არის. ანუ აქ მთავარი მნიშვნელობა იყო, რომ ესე იგი არაფორმალურ ურთიერთობიდან გავდივართ და გადავდივართ ციფრულ მატარებლებზე. ანუ აქ ადამიანთან აღარ აქვს ურთიერთობა, შეთანხმებასთან აღარ აქვს ურთიერთობა, ის დაუცველი ხარ ამ შეთანხმებაზე, პლუს ეკონომიკაში შავი ეკონომიკა არსებობს, ასე ხო? და ეს აღარ არის და შემოდის ინსტიტუტის მმართველობა. აი ამ საკითხშიც იყო სერიოზული პროტესტი და წინააღმდეგობა და ერთ-ერთი პროტესტის დამაგროვებელი ფაქტიც ყველა საჯაროს ინსტიტუტში რომელშიც მოხდა ერთგვარი რეფორმები იყო ის რომ ინსტიტუტის პრიმატი უნდა შემოვიდეს და არაფორმალური გავდევნოთ არაფორმალურში ვიყავით სულ რას ნიშნავს კარგად ცნობთ აქვს რა ქვია რაღაცა ხო კარგად ვიყავით ხო აი თბილისი იყო ურთიერთობა და ასე შემდეგ ხო გარკვეული ტიპის ნოსტალგიაც არის აი ეს რაღაცა გარკვეული ტიპის ნოსტალგია რომ აი რაღაცას თემების მოგვარება შეგიძლია სწორედ ინსტიტუტების გარეშე. დღესაც ხო არის ძალიან ღრმად ფესვები. ეს არის მეორე მხარე, ზუსტად. მეორე მხარე, სიტყვით მხარე, ზუსტად ეს ხალხია. ამიტომაც არის ეს ჯიგრულ პონჩი რაღაცა გადაწყება ხა ამ მოხდა, ხო? და აი ეს ინსტიტუტებისადმი ზიზღი არის, იმიტომ რომ საბჭოთა ქვეყანა იყო, მის წინააღმდეგ ადამიანი ბუნებრივად უნდა ყოფილიყო კიდეც და მე ეს გადავიდა საერთოდ ყოველგვარი ინსტიტუტების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმასთან და მასში სხვათა შორის ხო ისე როგორც აი მაგალითად რა ქვია ძალიან ადვილია აი ამნაირ საზოგადოებაში თქვა რომ აი ეს მთელი მედია ტყუილს გიყვება. სხვათა შორის ეს ხო ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი მედია ტყუილს ყვებოდა და მე რა ქვია რატო ვის უნდა დაუჯერო. საერთოდ აი ესეც ნახე ყოველთვის იყენებს ქართული ოცნება და მსგავსი ავტორიტარული ჯგუფები ყოველთვის იყენებენ იმას რომ აი ზიზღს თესავენ. ზიზღი ძალიან მნიშვნელოვანია ხო სიძულვის თესავენ, უნდობლობას თესავენ. აი ხლა მაგალითად ხო აღარ არის საერთოდ საუბარი იმასთან დაკავშირებით შევლენ თუ არა პარლამენტში ისინი ვინც თუნდაც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად მოხდა პარლამენტში ხო მანამდე ხო თვეების განმავლობაში ამაზე გვალაპარაკეთ თქვენ დარწმუნებული იყავით აი გაზაფხულიდან თუ კი მათ აი ეს შეინარჩუნებს და არ შეირყა იმიტომ რომ უნდა უთხრათ ხალხს რომ ძალიან გრძელვადიანი პროცესის წინ ვდგავართ და სინამდვილეში არ ვიცით ეს პროცესი როგორ და რანაირად დამთავრდება მარტო უცხოეთის იმედად თუ ექნებით აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ წინააღმდეგობას ხო მაგრამ გაზაფხულიდან თუკი აი დაახლოებით ასეთი მდგომარეობა იქნა და დიდათ არ შეიცვალა რაც აი წერილში უნდათ რომ ხაზი გაუსვან რომ არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და მძევლები აყვანილი ყავდა კიდევ უფრო ალბათ მეც აიყვანენ და ასე შემდეგ გაზაფხულზე დაიწყება უკვე მზადება იმასთან დაკავშირებით რომ შემოდგომაზე იქნება არჩევნები ადგილობრივი არჩევნები ხო და აუცილებლად დაიწყება ამაზე აბა რომელი პარტია წავა ამ არჩევნებზე რომელი არ წავა და აი ამაში გაიყვანენ დროს კიდე ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც აი ყველა ამ თემაზე არ მიუყვეთ აი ამ პროპაგანდისტულ მუშაობას ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისა და მათ უკან დგომი შეგვიძლია პირდაპირ თქვა რუსული ძალების ხო არ მიუყვეთ ამ იმას და შევქნათ ჩვენი ასე ვთქვა დღის წესრიგი ასე დღემდე სამწუხაროდ სერიოზულად ვერ ვახერხებთ ლაშა ერთი საინტერესო მომენტი ქართულ ლიტერატურაში არის თუ არა ისეთი ხაზები და ნიმუშები გამოვგავლებული რომელშიც აი ეს ინსტიტუტების უპატივცემულობა შენ თვითონ მოაგვარე შენი საქმე რაღაცა უნებლიეთ თუ ნეფსით არის გატარებული
ახლა შეგვიძლია ავიღოთ თქვათ იმიტომ რომ მახსენდება დათა თუთაშხია ხო რასაც მეც ზუსტად ახლა გამახსენდა იმიტომ რომ რომელიც ძალიან გამსაზღვრელია ჩვენი რაღაცა ხო მაგრამ აი ძალიან ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე რა ქვია აი ამ თვალსაზრისით დათა თუთაშხას მე ამ კრიტიკას არ მივიღებ უბრალოდ კარგი ლიტერატურა მე თუ კაცი მკითხავს და საერთოდ არ არის იმაზე რომ აი რაღაცა აი ამ ქურდული გაგების თითქოს და პროპაგანდას ეს არ ემსახურება არანაირად აქ არის უფრო სხვა ღირსებებზე ადამიანის საუბარი იმ ასევე რუსეთის იმპერიაც იყო ავტორიტარული და შემთხვევით არ დაწერა რა ქვია ჭაბუამაც ეს ჭაბუ არის თუ არა კიდე ვიღაცებისთვის თემას წარმოადგენს ჩემთვის არანაირს საბჭოთა პერიოდში რა ქვია ამიტომ გადაიტანა იქ რომ საბჭოთა პერიოდზე წერს ინდივიდუუმის უფრო აჯანყება იმ სისტემის წინააღმდეგ ხო და არ შეიძლება ეხლა ამას დავარქვათ რომ ეხლა ადამიანს ნებისმიერ ლიტერატურის გაგება შეუძლია ისე როგორც მას ესმის ან თუ მიზანმიმართულად როგორც უნდა რომ გაიგოს. ეხლა იგივე წერილს დაუბრუნდები, რომელთაც დავიწყეთ საუბარი. შიგნით ორველის ციტატებიც არის მოყვანილი, ხო? ეხლა თუ რამეს შეესაბამება ორველის სამდგენ არის საბჭოური სისტემა და მასზე დაწერა და ყოველგვარი ტოტალიტარული და ასე შემდეგ. ორველის ტრაგიკომედია 1984 გვაქვს დღეს და ხო და ამას იყენებენ, იმიტომ რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, იმ ადამიანები, რომელიც ამას ვაპროტესტებთ, რაც ახლა საქართველოში ხდება, ორველი ხშირად გავიხსენეთ და აი ორველიც უნდათ რომ მიითვისონ, ყველაფრის მითვისება უნდათ. და იმდენად აბსურდულია, როდესაც ორველს იყენებს ეს ძალა, რომელიც აი სრულ, რა ქვია, ტყუილში აცხოვრებს ადამიანებს და სიგიჟეში აცხოვრებს ადამიანებს, რომ შეიძლება მოგუჩვენოს მე და თქვენ რომ სასაცილოა, მაგრამ ვიღაცისათვის, რომელსაც ორველი არასდროს არ წაუკითხავს. ხო. ან ესე გაკვირით აქვს გაგებული აი იმათვის ალბათ რა ქვია შეიძლება მათზე გარკვეულწილად ზემოქმედ საერთოდ ძალიან ცუდად დაწერილი ტექსტი არ ახანს ლიტერატურაზე იმიტომ რომ მეორდება ბევრი რამ აი ძალიან ნაჩქარებად დაწერილი ტექსტიც არის ეს ტექსტი და ლიტერატურული თვალსაზრისით უხარისხოა სკოტიში არაჩვეულებრივი მაქს ნანახი არა ორველზე კი არა მე კაცო რა ქვია არა დათაზეც ვთქვი რომ კარგია თქო არა ამ აი ხედავთ რა ქვია წერილში კოცების დაწერილი აი დღევანდელ დეკლარაციაზე ვსაუბრობ კი ბატონო ორველი არის სოფლიო ლიტერატურა და მე ვიტყოდი ჭაბუ ამირაჯიბის დათა თუთაშხიაც არის ძალიან კარგი ლიტერატურა მიუხედავად იმისა როგორ ინტერპრეტაციას მისცემთ ინტერპრეტაცია ყველაფრის შეიძლება ჩვენ ჭაბუამ არ ამგონია რომ ესეთი რაღაცა ცუდი განზრახვები ჩაიდო. აბსოლუტურად არა. მაშინ არის ძალიან მკითხვა სჭირდება ყველა ლიტერატურას სჭირდება შესაბამისი მკითხველი. სახარებასაც სჭირდება შესაბამისი მკითხველი, ბიბლიასაც, იმიტომ რომ ბიბლიაში შეიძლება მოიკითხო რაღაცა შენ თუ ეძებ რაღაცა ლოგიკურ წინააღმდეგობებს მარტო ესეთი არა მორალის გაკვეთილება არა სისულელე. ყველაფერი შეიძლება. კი ბატონო. მაგრამ ჩვენ აი შეიძლება უნებლიე შედეგებზე შეიძლება ვისაუბროთ. ანუ დათა თუთაშხია იქით ნოდარ დუმბაძის შემოქმედება მათ შორის მთვარის მოტაცება კონსტანტინეს მთვარის მოტაცებაში რატო აი რაღაცა თითქოს სახელმწიფო რაღაცა ესეთი რაღაცა ის ხო მაგრამ აი წარმოვიდგინეთ აქვია ჩვენ 200 წელზე ხნის განმავლობაში 200 წელზე ხნის განმავლობაში ვიღავით კოლონია. როგორ შეიძლება კოლონიას ჰქონდეს მეტროპოლიისადმი ნდობა, რომელიც მას მუდმივად ატყუებს, ხო? შეუძლებელია ესა. რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყავით, ახლა რუსეთის იმპერია მე საბჭოთა იმას შევადაროთ განსაკუთრებით ბოლო წლები რუსეთის იმპერიასაც სასამართლო არსებობდა და სამართლის პოვნა შეიძლებოდა, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაფიცსაჯულები ყავდა. არა, ნაფიცსაჯულებში ყარა, შეიძლება ახლაც ყავდეს, რა ქვია, კოცებ ნაფიცსაჯულები. მოგცეს ამან, ხო? ისე როგორც აი მაგალითად დასავლეთის მოთხოვნა იყო რომ ანტიკორუფციული საბჭო შექმნინა და რასაკეთებს ეს ანტიკორუფციული საბჭო NGO-ებს დაძდებს და კორუფციას ასე ვლაპარაკობთ. ყველაფერი შეიძლება გააყალბო, ყველაფერი შეიძლება რა ქვია შექმნა ესეთი ილუზია რომ მithom კარგია, ხო? არა, მე ვიყავით ამ საბჭოთა კავშირის ნაწილი, რომელიც ტყუილზე აშენებული სახელმწიფო იყო სრულიად რა რუსეთის იმპერია იმასთან შედარებით, მაგალითად რუსეთის იმპერიაში ისედაც გეუბნებოდა რუსი არის უფროსი.
ხო? და საბჭოთა კავშირის დროს არა, კაც რუსი არ არის უფროსი, რუსი უბრალოდ უფროსი ძმა. თორე სხვა არაფერი არ არის, ხო? შეუძლებელია ჩვენ გქონდეს, აღარ გვახსოვს რაღაცა ერეკლეს დროს უკვე სუსტი სახელმწიფო, არა, ხო? იმ ერეკლემ კიდე რაღაცა სახელმწიფოებრივი ელემენტები კიდე დააბრუნა. მანამდე რა ქვია, რომ გავიხსენოთ აგერ ვახტანგ მეექვსე და მე-19 საუკუნის დასაწყისი, ხო? ვახტანგ მეექვსემდე იმდენი ხნის განმავლობაში ქართველი მეფეების კორონაცია არ მომხდარა, რომ საერთოდ არ ახსოვდათ, რა ქვია, საქართველოში არ იცოდნენ დაწერილი არ იყო, როგორ უნდა მოეწოდა, რა ფანტაზიის საშუალებით გააკეთეს, რა ქვია, ხო, ასე თანამედროვე ენით რო თქვა ინაუგურაცია, ხო? რაზე ვლაპარაკობთ, რა ქვია, სახელმწიფოებრიობა ან სუსტი იყო, ან საერთოდ არ ქონდა. არ გვახსოვს და ეს სახელმწიფო ყოველთვის აღიქმებოდა, რომ არის შენი მტერი. და მე ეს გასაკვირველია გადავიდა 90-იან წლებში რა იყო სახელმწიფო პოლიციელი, რომელიც თამს იღებდა, პოლიციელი, რომელიც ნარკოტიკს უდევდა, პოლიციელი, რომელიც როგორ უნდა ქონოდა. აი ახლა მე შეიქმნა პოლიცია, რომლისაცაც წარმოუდგენლად დიდი იყო ნდობა, შეიქმნა არმია, რომლისაცაც ნდობა იყო და რა გააკეთეს? და ახლა როგორ იყო? ხო და რა გააკეთეს? მოსპეს ეს ისა. აი რა საერთკენ მიდის იქითკენ, რაც უნდათ რუსებს უნდათ, რომ სახელმწიფო ისე იყოს არ შემდგარი სახელმწიფო. და ამისი სიმბოლო, აი ამ არ შემდგრობისა არის ეს სწორედ რატომ აირჩიეს ყავილაშვილი? იმიტომ რომ აი ეს განასახიერებს აი ამ არ შემდგარს. იმას კი არ მომფრო კორუმპირებული ან რამე. არა, აი ეს არის რა ქვია, რუსული მითოსიდან გადმოსული ქართველი, კარგი ულვაში წვერი, სუფრა და ლარისა ივანო. აიგა. ხო, და აი ეს უნდათ, აქეთკენ მიდის. და ეხლა უნდა დაუსვათ კითხვა აი ამ ადამიანებს, რომელიც დღემდე ჩუმად არიან. რომ და ხმას არ იღებენ, მესმის ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინე, ზოგს იმ საწოდავი რა ქვია დახმარების დაკარგვის ეშინე. აი ამ სახელმწიფოში როგორ წარმოუდგენიათ მათ საბოლოო ჯამში ცხოვრება. უნდათ ესეც სახელმწიფოში ცხოვრება არ ეყოთ აი საბჭოთა დროს რო იყო და დღემდე რომ მისცეს ზოგიერთი 77 მანეთიან ბილეთს რუსეთში წასასვლელს. აი უნდათ ესეც სახელმწიფო, სადაც მას თვითონ არანაირი ფასი არ ექნება, მის ხმას არანაირი ფასი არ ექნება. აქ ხო ყველაფერი იმისათვის კეთდება, რომ გვაჩვენა აი გამოვა 100,000 კაცი, გამოვა 200,000 კაცი, იგნორირება სრული აი ფეხებზე დაგიდება ამ ყველაფრის მე მაინც ჩემსას გავიტან ვერაფერსაც ვერ გაიტან ეს სახელმწიფო სამწუხაროდ ჩამოიშლება რაც იქნება კატასტროფა ძლივს აშენებული სახელმწიფო აი ამ 2012 წლიდან რაღაცებს რო ითვისებენ რომ ევროპასთან უვიზო და ასე შემდეგ ეს კოცები ხო ეს ინერციით მიდიოდა კიდევ მანამდელი ხელისუფლების მიერ შექმნილი რაღაცა სვლით მიდიოდა და ეხლა აი ეს ინერციაც ფაქტობრივად უკრაინაში ომის დაწყებამ შეაჩერა და უკვე გადავედით სრულიად ისე იგი რელსებიდან გადავიდა სახელმწიფო და ჩვენ ამას ვხედავთ ეს ძალიან სამწუხარო ამბავია იმიტომ რომ ისევ აი ამ ძველებური ტიპის გაგებებს რო დაუბრუნდეთ დარწმუნებული ვარ პოლიციაშიაც არიან ადამიანები რომელიც რაც ხდება იმას ძალიან მტკივნეულად აღიქვავენ მაგრამ არა მხოლოდ ხელფასის საქმე არის და არა მხოლოდ რაღაცა სამუშაოს დაკარგვის ამბავია არამედ აი ეს ჯგუფი და მე ჯგუფში შექმნილი რასაც რუსები უწოდებენ კრუგავაია პარუკა აი ეს რაღაცა დანაშაულის გრძნობა კიდევ დუღაბად გამოიყენებს ანუ აცემინებენ ადამიანს და მე ძალიან ძნელია ეს ადამიანი რომელიც ცემს ბორკილ დადებულ ადამიანს ხო რა კაცობაზე ვლაპარაკობთ რაზე ვლაპარაკობთ ხო ამაზე ზედმეტია საუბარი როცა ცემს რომ მე იმან ამის წინამდე კიდე რამე ხმა მოიყოს და რაც უფრო მეც ჩართავენ ამ ბოროტ მოქმედებაში მით უფრო სტაბილური იქნება მათი საყრდენი რაც უფრო მეც ჩართავენ ძალიან მსნაურია რომ აი ეს ამ ხელისუფლების ერთ-ერთი არ ვიცი შემაკავშირებელი ძალა არის დანაშაული რასაკვირველია ეს ყველა აი ამ ქურდული გაგების ამბავშიაც ეგ არის და ყველა რაღაცა მარტო პოლიცია მათ შორის იმ არ ვიცი მხარდამჭერებში ანუ იმ ადამიანებში რომელსაც რაღაცა აქვთ მაგრამ ალბათ დასაკარგი ეს რაღაცა არის დასაკარგი და მათ შორის თანხმობა იმაზე რომ შეიძლება ერთ ადამიანს კონდეს სახელმწიფო აი როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა
თუნდაც ამბიციურმა ადამიანმა, თუნდაც პრაქტიკული, თუნდაც თავისი ეგოს გასიებულობის გამო მაინც დაუთმოს ერთ ადამიანს ესე დიდი მარგალიტი როგორც ეს საქართველოს. რა შემთხვევაში დაუთმოს? იმ შემთხვევაში თუ კი მათ აკავშირებთ საერთო დანაშაული და ამ დანაშაულის არ გახსნის გარანტია არის ერთი ადამიანი. კარგი, კიდევ ერთ ამბავს დავამატებდი, რომ იგივე საბჭოთა დროს, როდესაც არანაირი არჩევანი არ არსებობდა და არაფერი. რადგან ამით დავიწყეთ, თორე ხა მარტო საბჭოთა კავშირზე ლაპარაკიც არის, მაგრამ სამწუხაროდ ეს მძიმე ტვირთია ძალიან. ის რომ სამართლის გაგება საერთოდ არ არსებობს. თუ ჩემიანს კლავენ, ცუდია, თუ სხვისას კლავენ, კარგია და ასე შემდეგ. ხო? უოთებაუტიზმის ამბავია კი რუცეუბნები რომ ადამიანს ურტყავს პოლიცია ხელებს შეკრულს იმასაც ხო ცემეს რა შუაშია არანაირი კავშირი არ არის ამათ შორის ხო და ამათი მედიები რომ მუდმივად რა ქვია მოდიან და ის კარგია არ არის კარგი მაგრამ პოლიციელი რომელიც საერთოდ აღარ არის პოლიციელი რომელიც ადამიანს რომელიც წაქცეულია იმას ურტყავს და მე კიდე რა ქვია დაჭერილ ადამიანს რო ცემენ ამა და იმას რო პარავენ მე ტელეფონს და ასე შემდეგ სადღა მოსპეს აღარ არის ხო მაგრამ პრობლემა არის კიდევ ის რომ ადამიანებს ეუბნებოდა თქვენ არ უნდა იყოთ პოლიტიკით დაკავებული. ანუ აი ეს აპოლიტიკური ადამიანის შექმნა. აი ხა ამასინათ დავწერე კიდეც, იმიტომ რომ შეიძლება ქონდა მეუღლების წრეში დაახლოებით რამდენი ადამიანი არ მივიდა არჩევნებზე. ძალიან რთული სათქმელია, რადგან რეალურად არ ვიცით რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჯერ კიდევ ანუ რამდენი ამომრჩეველი ცხოვრობს საქართველოში და რო იქიდან გამომდინარე, დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30%-მდე არის იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ქოცების მხარეც და მათი მოწინააღმდეგეების ამბობენ, რომ არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები საქართველოსათვის. დაახლოებით 30%, მათ შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდაც, რომელიც მანამდე ჩანდა თუნდაც აქტიურად აი ამ პროტესტების დროს არ მივიდა. Ну, ამაზე რომ იმუშავეს ის რომ ყველა პოლიტიკური პარტია არის გახსნილი, დამპალი და ასე შემდეგ გასაგებია, მაგრამ აქვს კიდევ უფრო ღრმა ფესვები, რომელიც შესასწავლია. თუ ჩვენ ეს არ გავიგეთ, ეს არ არის მხოლოდ გაჭირვება. იმისი გაგება რომ თქვათ მათ ხმას არანაირი მნიშვნელობა რა, ეს არის საბჭოთა ისე რომ ჩემ ხმას რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ჩემი ხმა რას გადაწყვეტ? მე მაინც არავინ არ მეკითხება. საქართველოს არავინ არ ეკითხება საბოლოო ჯამში, იმიტომ დიდი სახელმწიფოები წყვეტენ და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ მაინც სხვებზე ვართ დამოკიდებული და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი 30% აი ასეთი არჩევნებისათვის ძალიან დიდი რაოდენობაა ამომრჩევლისა და მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან სერიოზულად არის შესასწავლი იმიტომ რომ აი სხვადასხვა მიზეზები აქვს ამ ადამიანებს ხო და აი ამ ადამიანების გამოყვანაც აი ამ ლეთარგიიდან აი ამ მიძინებიდან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის რომ ეს ქვეყანა მართლაც ჩამოყალიბდეს ნორმალურ ქვეყნად. ჩვენ აი ახლა, აი ამ წელს 2025-ში გვაქვს დიდი შანსი რომ არა მხოლოდ შემოადრიალოთ ქვეყნის ბედი, რომელიც აი მართლა ჯოჯოხეთისკენ და ოფსკულისაკენ მიღავს ქართულ ოცნებას, არამედ შევქმნათ პრინციპში კიდევ უფრო ახალი თავისუფალი, უფრო დემოკრატიული სახელმწიფო დამყარებული საზოგადოების კონტროლზე, ვინც არ უნდა იყოს სათავეში იმ მთავრობისა, რადგანაც რაც უფრო ჯანმრთელია საზოგადოება, მით უფრო ჯანმრთელია და საკურველია სახელმწიფო, იმიტომ რა არის სახელმწიფო? სახელმწიფო არის ხალხი. და აი ეს მაგალითად, იგივე საბჭოთა კავშირზე რო ვილაპარაკოთ, ესე არ იყო. რატომ არის რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს და არ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს მედიაში ძალიან შეხვდები სახელმწიფოსა და მთავრობას აიგივებენ ერთმანეთთან. მთავრობები მიდიან და მოდიან, სახელმწიფო რჩება და სახელმწიფო არის აი ყველანი ჩვენ ვართ სახელმწიფო. და არა რომელიღაც კონკრეტული მთავრობა, თუნდაც დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში არჩეული.
იმიტომ რომ ყოველთვის რჩება ადგილი თავისუფალ ქვეყნებში აი ოპოზიციისათვისაც, რომელსაც აზრი უნდა შეეკითხონ და ერთს დავამატებ კიდე, რაღაცა დღეს ძალიან ბევრს ვლაპარაკობ. ამისთვის ვარ აქ. ხო და ამიტომაც მოვიდეთ თქვენთან სხვა ტელევიზიებში ხო ძალიან ჩქარა გომშდობებიან ხოლმე. სად ვიყავით იქ რომ აი ეს სახელმწიფოს გაგება რომ ვერ ჩამოყალიბდა რა. აი ამ დასავლურ დემოკრატიებში კარგად ესმით რა არის სახელმწიფო. ჩვენთან ისე დამოკიდებულება გვაქვს სახელმწიფო ყოველთვის დამოკიდებულება როგორც რაღაცა წნეხი და მეორე მხრივ სახელმწიფო იგივდება აი ამ მთავრობასთან. არ არის რა ეს რა ვქნა. ერთი რომელიმე კონკრეტული მთავრობა. ხო, იმის თქვა მინდოდა დასაწყისში ახსენე ბრტყელი დედამიწა და მაგასთან ძალიან ხშირად შემდგარ გასაკვირად, როდესაც სრულ იგნორებას უკეთებენ სხვათა აზრს, ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე, რომ სხვისი აზრის გაზიარება არ უყვართ ამ მოპროტესტებს. იცით რა არის? სხვისი აზრის გაზიარება ძალიანაც გვინდა და ვფიქრობ, რომ უმრავლესობას, ვინც ქუჩაში დგას და აპროტესტებს, ძალიან კარგად ესმის, რომ სხვა აზრი მნიშვნელოვანია. იქ სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანები დგანან, ხო? სრულიად სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რაღაც ადგილს მინიმუმზე ვთანხმდებით, თამაშის წესები, ასე ვთქვათ, ისევ ჭადრაკსო და უბრუნდე თქვენს მიერ მოყვანილ მაგალის ვიზიარებთ. ამიტომაც შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთთან საუბარი. მაგრამ ბოდიში მომთხოვე, როდესაც ადამიანი მოდის მართლა გეუბნება დედამიწა ბრტყელია და ჩვენ ანტიკური ეპოქიდან არისტოტელეს შემდეგ ვიცით რომ დედამიწა არის ბურთებით მრგვალი და ეს ტყუილია რომ შუა საუკუნეებში ვიღაცებს წარმოედგინათ დედამიწა ბრტყელი იყო არ წარმოედგინათ მე-19 საუკუნეში შეიქმნა ეს სურათი რომ რა ქვია ძველი დროები იყო რა ქვია ბნელი და ეხლა მოვიდა უფრო განათლებული ეპოქა ანუ ანტიკური ეპოქიდან ვიცით რომ დედამიწა არის ბურთებით მრგვალი და ეხლა ვიღაცა გეუბნება რომ არა დედამიწა არის რა ქვია უპს კონტრა თუ კიდევ მუშაობს ხმა იმედია მუშაობს ხო ასე რომ ყველასთან ვერ შედიხარ სამწუხარო დიალოგში ეს მე შემიძლია მილიონჯერ გავუმეორო ადამიანს რომ არა ძველმა ბერძნებმაც იცოდნენ დედამიწა არის ბურთის გვალის თუ ის გაუთავებლად იტყვის დედამიწა ბრტყელია ვერ შედიხარ მასთან დიალოგში სამწუხაროდ ეს არ არის იმაზეც შეიძლება სხვისი აზრი არ გაიზიარო მაგრამ რასაკვირველი ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან ლაპარაკის გარეშე არაფერი არ გამოვა. ამიტომაც აქვს მნიშვნელობა, რომ აი ეს სამოქალაქო საზოგადოება არსებობდეს. და ახლა რასაც ვხედავთ, ამის წინაპირობები იყო რასაკვირველია, სამოქალაქო საზოგადოება, აი ნამდვილი გაგებით სამოქალაქო საზოგადოებას იქნება. ეს არ არის რაღაცა ფორმალური ჯგუფები, რომელიც რაღაცნაირად გაერთიანებული არიან და რეგისტრირებულები არიან. არაფორმალური ჯგუფებიც არის და ძალიან მნიშვნელოვანია არის სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება თვითონ ტერმინი აი ამ დღევანდელი გაგებით მე-20 საუკუნეში პირველად ხმარობს ანტონიო გრამში კომუნისტი. უმრავლეს კომუნისტებში, რომელიც მუსოლინისთან ციხეში იყვნენ, მისი დღიურები არის უაღრესად საინტერესო დასაკითხი. კომუნისტები ფიქრობდნენ, რომ აი როგორ მოხდა ის, რომ მარქსისა და ენგელსის თეორიისგან განსხვავებით ყველაზე სუსტ კაპიტალისტურ სახელმწიფოში და არა ყველაზე განვითარებულში, როგორც მარქსი და ენგელსი ამბობდნენ, საბჭოთა კავშირში, რუსეთში მოხდა რევოლუცია. ხო? ეს დიდი კითხვა იყო მაშინ. ლენინმა თავის თეორია მოიგონა ამაზე, რომ გაწყდა რა ქვია კაპიტალიზმის ჯაჭვი, სადაც ყველაზე სუსტი იყო, მაგრამ ის არანაირად მარქსისტურ ენგელსისტური არ იყო. და ის ამბობს, რატომ ვერ გაიმარჯვა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, იმიტომ რომ იქ არსებობდა სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება არის საყრდენი სახელმწიფოებრიობა. ვინც სამოქალაქო საზოგადოებას ებრძვის, ის ებრძვის სახელმწიფოს. ნამდვილ ჯანმრთელ სახელმწიფოს. შეიძლება თქვათ, რომ ვაუ, ჩინეთიც ძალიან მაგარი და ძლიერი სახელმწიფოა, ხო? მაგრამ აი როგორი ტიპის სახელმწიფო გვინდა? ეს ხო ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და მე ვფიქრობ, რომ აი სამოქალაქო საზოგადოებაზე აშენებული სახელმწიფო, რომელიც უსმენს თავის მოქალაქეს, არის ის რისკენაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ. ამიტომ მოგწონს ევროპა, ამიტომ მოგწონს დასავლეთი. ხო, ანუ აკაშკარაა, რომ თუ
თუნდაც აი ამ პროტესტმა რაღაცნაირად ერთგვარად ცხადი გახადა საზოგადოების ნაწილი, რომელიც ადეკვატურად შეიგრძნობს ეპოქას და შეიგრძნობს თუნდაც საერთაშორისო სისტემაში საქართველოს ადგილს და მეორე აი დღევანდელი წერილის პერსპექტივით დანახული საქართველოს როლი თუ საქართველოს ადგილი საერთაშორისო სისტემაში. ძალიან უცნაური ფაქტი გვაქვს ჩვენ ახლა სახეზე, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად თავის დღის წესრიგად გვთავაზობს კონსპირაციულ თეორიას. კი ბატონო. ეს იმდენად სამწუხარო და ძალიან რთული ფაქტია, რომ მე მაგალითი არ მახსენდება, რომ ოფიციალურ, იმიტომ რომ ეს ყოველთვის მარგინალური ჯგუფების წესრიგი იყო. სადაც აი ალტინფოს გავსის, ხო, რაღაცა შეიძლება და ყოფილიყო რაღაცა ჯგუფი, რაღაცა კლუბი, რაღაცა ლოჟა, რა ვიცი. მაგრამ არასდროს სახელმწიფო, იმიტომ რომ ეს ძალიან სახიფათო თემა სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ როგორც ასე თქვათ, კვალიფიციური მეცნიერისთვის ძალიან სახიფათოა ისაუბროს იმაზე, რომ მწვანე კაცები მან დაინახა და შესასწავლია ეს საკითხი, შეიძლება ხაზი გადაუსვას მთელს მის აკადემიურ მოღვაწეობას, ასევე სახელმწიფოს ოფიციოზისთვისაც ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ ამით სრულიად იზოლირება მოახდინა წმინდა ადამიანურ დონეზეც, იმიტომ რომ ესეთი იდეები ადამიანებს აშინებს, ესეთი იდეები შეპყრობილ ადამიანებთან ურთიერთობა არ გსურს და არ გინდა ესეთი ადამიანებთან ურთიერთობა. მაგრამ ამ კონსპირაციულ თეორიების წარმომავლობა მინდა რომ ჩვენ ახლა არ გავაანალიზოთ. იმიტომ რომ ამ წარმომავლობას აქვს რაღაცა სუბიექტური ხასიათი შენი აზრით, ანუ ერთი გადაწყვეტილების მიღები ადამიანის კონკრეტული შეთავაზება დღის წესრიგია და დანარჩენს უფლება არ აქვს ხვანაირად რომ წარმოადგინოს თუ უცხო ქვეყნის სამსახურების დღის წესრიგია და გარკვეულწილად პრაქტიკულად ამოუკიდებლობა აღარ აქვს და სხვები იმ ნარატივს გვთავაზობს, ეს ძალიან მძიმე პერსპექტივაა მე მგონი, მაგრამ მაინც ძალიან ცოტა უცნაური, იმიტომ რომ მსგავსი პერსპექტივით თუ კი ჩვენ ეჭვმიტან და დავიღებთ რუსეთსაც, ხო? აი ესეთი დღის წესრიგი თავის ყოფილ კოლონიებთან რო შეერჩია, რომ მთავრობამ გაატაროს ისეთი კურსი, რომელიც საღაზრთან ახლოს არ არის, არც იქ არ მახსენდება. ანუ აქ ადგილიდან უნდა ყოფილიყო მზაობა, რომ მსგავსი რაღაცა წარმოედგინეთ, ანუ იმას რომ ეკარნახა ეს და ხა წარმოედგინეთ ჩვენ საღაზრზე ხარ და გეუბნება რომ შენ უნდა ილაპარაკო არ ვიცი, უცხო პლანეტებთან ვიქეიფე, რაღაცა რეპტილიები რო არიან უცხო პლანეტები ჩვენ შორის. აი უბრალოდ არ გამოვა ესეთი მორჩილება არ გამოვა. რაღაცა აქაც უნდა იყოს მზაობა. თავისთავად ცხადია. შენ როგორ ფიქრობ? ეს კონსპირაცია. ასაკურველია რთული თემაა და მეც კონსპირაციის თეორიაში გადავალ ახლა ამაზე რომ რაღაცა დარწმუნებული. ჩვენ ახლა უნდა სპეკულაცია, ხო, რაღაცა გაგებით, იმიტომ რომ არ აქვს მონაცემები. მე ვფიქრობ, რომ ეს ხო დაიწყო ეს კონსპირაციული თეორიები მანამდე. რაღაცა მომენტში როდის იქნება ეს კონსპირაციული თეორიები, აი ფართო ჯგუფში. როდესაც ან რაღაცა ბოროტმოქმედების ჩადენა უნდათ და რაღაცა მიზანმიმართულად აკეთებენ, ან როდესაც სამყარო არ ესმით. აი იმ ადამიანებს, რომლებსაც ასე ვთქვათ, აჭმევენ ამ კონსპირაციულ თემებს, მათ სამყარო არ ესმით, როგორ ფუნქციონირებს და მათ შეიწვევს შიშს. მე დავიწყე იმით ლაპარაკი, რომ ჩვენ მივყოფებით დიდი გარდატეხის მომენტში სოფლიოს ისტორიის, ხო, რაღაც მიჯნაზე ეპოქების. ეს ასაკურველი შიში წვევს. ამისი ნათელი მაგალითად ეს მარტო ჩვენთან არ ხდება, აი პანდემიის დროს თქვენ გახსოვთ რა ქვია აიცრან თუ არ აიცრან. ეს მარტო ჩვენთან ხო არ იყო, ბევრად უფრო ძლიერი იყო რა ქვია, კიდევ იგივე დასავლეთის ქვეყნებში და ასე შემდეგ. სხვადასხვა სადაც ავტორიტარული რეჟიმებია, იქ აცრას მთავრობა ავალებს ხალხს და უფრო ადვილად აკეთებენ. თავის დროზე ერთი სტუდენტი მეკითხებოდა მაგასთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირი როგორ იყო. საბჭოთა კავშირი ბევრად უფრო ადვილი იყო, დიქტატურა იყო და ეთყოდნენ აიცერი და აცრიდნენ ყველას, ხო? ასე რომ და ბოლოს ქალაქს ალყა შემოარტყა, იყო ეგეთი ესე რა ქვია, მოსკოვს ალყა შემოარტყეს, ბათუმთაც იყო, როდესაც დიფტერია თუ რაღაც გავცელდა და ალყა შემოარტყა, არ შეუშურნა დემოკრატიულ იმში ძნელი გასაკეთებელი. ან ესეთი აზრები, რომელიც ხილივით რო გავხსნიდა და ახლა საბჭოთა იმას რა ქვია, რომ ეთყობოდა ადამიანს, რომ საბჭოთა არის. ხო და მოკლედ აი ეს როცა სამყაროს ვეღარ იგებ, როცა გეშინია და შიში ხჭამს, მაშინ უფრო
უფრო ადვილად იჯერებ აი ამ რაღაცა შეთქმულების თეორიას. ბევრია სხვათა შორის ესეთი ადამიანები და ჩვენ ვხედავთ მართლა მსოფლიოში ხდება რაღაცა დიდი ცვლილებები, რომ დასავლეთშიც ასეა, რა ქვია, აღმოსავლეთშიც ასეა, სულ რაღაცა ამ შეთქმულების თეორიების იზრდება და ამათაც ამ გზას მიმართეს, მაგრამ მე რაღაცა თვითონაც ვერ გაიგე სამყარო როგორ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველას აჭმევენ. აი ეს მაგალითად რა ქვია, აქ მარგინალიზირებული მრავალგზის ნაცემი, ასე ვთქვათ, რა ქვია, ოპოზიცია ვერაფერს ვერ გააკეთებს. მათ მოატყუებენ როგორც ხალხს არჩევნებში და ამას ყველა ჭამს. და მე რაც დაიწყო ამას მართლა არ მოელოდნენ და უფრო მათ თავში შეიძლება მათივე მოგონილი ან მათი უფროსის მოგონილი, ან მათი მრჩევლის მოგონილი თეორია უფრო და უფრო სარწმუნო ხდება. იმიტომ რომ აი ახლა დარწმუნებული იყავით, როდესაც აი ამ deep states დაამარცხებსო, რა ქვია, ტრამპიო, იმიტომ რომ ამის წინააღმდეგ იბრძვისო, რომ ამბობენ, მათ წინააღმდეგ რომ მოტრიალდება ეს ტრამპი, ვერ გაიგებენ, იმიტომ რომ მათი თეორიიდან გამომდინარე, ტრამპი მათი მომხრე უნდა იყოს და ვერ გაიგებენ, რატომ არ არის. ისე როგორც არ მოელოდნენ, რომ საერთოდ ეს კოლექტიური დასავლეთი, როგორც მათი პატრონი რუსები ამბობენ ხოლმე, ამათ ენაზე გლობალური ომის პარტია წინათ, ეხლა უკვე deep state, აი ესენი ხო ყველაფერი რაღაცა შეთქმულების თეორიების ამბავი, რომ ყველანი მათ წინააღმდეგ აღმოჩნდნენ. არ მოელოდნენ მართლა გულახდილად არ მოელოდნენ ამას და არ მოელოდნენ ისე როგორც აი ცოტა ხნის სანქციები, ვინ დაგვიბედავს სანქციების დაწესებას და უცხოდ აღმოჩნდა, რომ თურმე ეს შესაძლებელია და ყველა მიცის, რომ სანქციები კიდევ უფრო მეტი იქნება, ბევრად უფრო მეტ ადამიანს შეეხება და აი ამ შეშინებულ მასას, იმიტომ რომ ასაკურველია, აი ქვედა რგოლი შედარებით შეშინდა. ხო? რაღაცა უნდა საკენკი გადაუყარო. ეს საკენკს ეს მიიღებს თუ არ მიიღებს, ამას უკვე ყურადღებას აღარ აქცევენ ჩემის აზრით და უნდათ რომ თავისი თავი დააჯერონ პირველ რიგში და ცდილობენ სხვები დააჯერონ, აი მათ წინააღმდეგ ჯერ კიდევ რაღაცა შეთქმულება მოქმედებს, მაგრამ მალე ეს შეთქმულება ჩამოიშლება, იმიტომ რომ ყველგან მათივე მსგავსი მოფაშისტო ჯგუფები გაიმარჯვებენ და მაშინ იქნება ისევ რობა მათთვის მისაღები, როდესაც იქაც ყველგან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში კიდე ორბანი იქნება, მაგრამ შეიძლება უფრო უარესიც. და აი ეს იმედი აქვს. ეს იმედი როცა გაქარწყლდება, აი სულ ხო ლაპარაკობენ იმაზე, რომ მარი ლე პენი მოვა საფრანგეთში, ან გერმანიაში მოვა AfD და აი ეს იმედი აქვს. აი ეს არის ის, რასაც ისინი უყურებენ იმედის თვალით და მაგრამ მაინც ეს ძალიან უცნაური მომენტია, რომ განვითარებულ ცივილიზირებულ მხარეშიც არსებობს აი ესეთი რაღაცა ძალიან აბსურდი. არა ამ დონის აბსურდული იმენა. არა უნდა ვთქვა, რომ პარლამენტის წევრი ქალბატონი არ ვასახელებ სახელ და გვარს. ეკითხებიან კი, მაგრამ ვინ არის ეს გლობალური ომის პარტია და რაღაცა მასონებზე მებს ასახელებს. არა ამ დონის მარაზმი, მაგრამ მაინც არის რაღაცა ძალიან უცნაური. ხო და აი მეუბნებით რომ არალოგიკური აღქმები სამყაროსი. მალე ლეპენიც ავიღო თუნდაც აი რუსეთთან კიდე რაღაც სიმპათიები. აი ეს კიდე ფაშისტური რაღაცა. აი ეს AfD გერმანიაში რომელიც ახლა მეორე პარტია იქნება ალბათ არჩევნების შემდეგ რა, ახლა სადღაც 10 წლის წინ მსგავსი რამ წარმოუდგენელი იქნებოდა. კი, ძალიან ბევრი რამე იცვლება მართლაც და აი ამ ცვლილებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რაღაცა უფრო მოქნილი უნდა ვიყოთ, რომ ისე როგორც აი მაგალითად ხა მართლა გერმანიას მაგალითად მართლა კარგად ვიცნობ, ვფიქრობ მე ხო, იმიტომ დიდი ხანი ვცხოვრობდი, მუდმივად კონტაქტები. აი ხა ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე რაღაცა ნოსტალგიაზე საბჭოთა ეპოქის. უდესაც საბჭოთა ეპოქაში ხა სტაბილურობა იყო, რაღაცა დაახლოებით ერთი და იგივე სჭამდა ფართო მასა ადამიანებისა, თუ რაღაც დეფიციტი იყო ყველაფერი, რაღაცა თანასწორობის გრომას უჩემდა. ვერ ხედავდი, იმიტომ რომ რაღაცა სეპარეში იჯდა, ვინც ბევრს თქლებდა, ხო, რესტორანში. და დახურული მაღაზიები იყო და ასე შემდეგ. რაღაცა ჩენდა ესეთ გზნობას მეტნაკლები თანასწორობისა. და მართლაც კარგად ცხოვრობდა ხალხი, ხო? კარგად ცხოვრობდა, რაც ნიშნავს, რა ქვია, არ იყო დიდი განსხვავებები. ამიტომაც, რა ქვია, ვიღაცას ნოსტალგია შეიძლება ქონდეს საბჭოთა კავშირის. თუმცა როცა ახალგაზრდობის ნოსტალგიაც ხდება, ხო?
აი ხა ავიღოთ რა ქვია აღმოსავლეთ გერმანია სრულად განსხვავებული და 90-იან წლებში მე აქ იყო ტოტალური შიმშილი, ტოტალური უსინათლობა, სიბნელე, სიცივე და ასე შემდეგ. რასაკუთრებელია გასაგებია, რატო შეიძლება ვიღაცას ნოსტალგია ქონდეს საბჭოთა კავშირში. ჩვენთან ბევრად აი ყოფილ GDR-ში ეს გასაგები არა წარმოუდგენელი თანხები ჩაიდო ამ GDR-ის ამოწევაში, გათანასწორებაში, დღესაც ახლა დარდობენ რომ ერთ-იგივე ხელფასი მთლად არ არისო და ბოდიში მომთხოვია ახლა რა ქვია GDR დამოუკიდებლად თუ გამართებულიყო ის ხელფასი სულად წარმოუდგენელია ქონოდათ რაც დღეს აქვთ ხო? ავიღოთ აი ბულგარეთი და რუმინეთი მაგალითად დასაკვირვებლად ბულგარეთში რუმინეთში უფრო ნაკლებია ხელფასი ვიდრე საფრანგეთში ხო? აი ამ GDR-ში სადაც აი დასავლეთ გერმანიამ მდიდარმა ფული ჩაყარა ყველაფერი გააკეთა საოცარი ნოსტალგია არის აი ამ GDR-ის ხო ამას ყველაფერზე მუშაობს ხალხი მუშაობენ რატომ ხდება ასე და ისე მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან რთული ასახსნელია ეხა მარტო მიგრანტების თემა არ არის, როდესაც ლაპარაკობთ აი პოპულისტურ პარტიებზე. ბევრი სხვა თემებია, ხო? ანტიამერიკანიზმიც არის. ანტიამერიკანიზმი უსასტიკესი, რასაკვირველია. აქ რამდენჯერ ქონია ევროპელებთან რაღაცა საუბრები და რატომ მოგწონთ ეს ამერიკა? ამერიკა რა ქვია, როდესაც აი როცა უჭირს საქართველოს ფიზიკურად შეუძლია დაეხმაროს. ეს ევროპა სანამ მოეგება ჭუაზე შეიძლება და რაღაცა თუთა უფრო დიდია ბიუროკრატია ევროპული და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ამავე დროს რა ქვია ევროპის კავშირისადმი კრიტიკაც იზრდება რასაკვირველია აი ასეთ ჯგუფებში. ისე ვიმყოფებით გარდატეხის ეპოქაში, როდესაც ძალიან ბევრი რაც სტაბილურობას იძლეოდა აქამდე, თქვათ, რაც 10 წლის წინ თუნდაც არა ძალიან 90-იან წლებზე კი არა. აი 10 წლის წინაცაც თავისთავად ცხადი გვეგონა აღარ არის. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სათავეში ყავდეს ადამიანები, განსხვავებით აი ამათგან, რომლებსაც შეუძლიათ საღად აზროვნება არ იყვნენ აი ამ თეორიებში ასე ვთქვათ რა ქვია ჩაძირული აი ამ ჭაობში და ადამიანები რომელსაც დაელაპარაკება რასაკვირველია პირველ რიგში დასავლეთი იმიტომ ამათ არავინ აღარ დაელაპარაკება ამათ თუ დაელაპარაკება როგორ უნდა მოხდეს არჩევნები ახლა ბევრს წინს ხოლმე როგი მაგრამ ამათ როგორ ვიღაცას ხონა დაელაპარაკონ აი ხა მაგალითად ისო ჩამოდიოდა ევროპის პარლამენტი კი ეხლა მართლა არ იყო დრო მაგრამ საბოლოო ჯამში ეს თუნდაც ეუთო და ის რაზეა ორიენტირებული არის დიალოგს იმიტომ რომ მათ სამთ იმისო ადამიანები ერთმანეთს თავს არ უნდა უხეთქავდნენ ჩაქუჩით და ადამიანებმა ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა შეძლონ და აქ კიდე ჩაქუჩით მოგდებს აქ კაცი და შეიძლება გაგეხეთქოს თავი ხო აი ერთი რაღაცა მნიშვნელოვანი მომენტი ალბათ დასავლურ ცივილიზაციას მოდი ასე ვიტყოდი თუნდაც ლიბერალურ სამყაროს ალბათ რაც დაემართა არის ის რომ მარგინალურ თემებს იმდენად მარგინალურია რომ მას განმარტება არ ჭირდება ამას მიხვდება თითქოს ხალხი აი ეს არის ალბათ ყველაზე სერიოზული შეცდომა რაც მოგვივიდა რომ აი ახლა ეს გლობალური ომის პარტია მოდი იმდენად სასაცილოა აი ამას რა უნდა ავუხსნათ ომი გინდა მოიცა ამას მე ხვდები ეს ხვდება ის ხვდება ტრიფონა ხვდება ანუ ვინ ვერ მიხვდეს ახლა ამას ამ დროს ჭირდება კი დასაბუთებად აბსოლუტურად ყველაფერს ჭირდება მაგრამ რთულია თქო ამას აი დასაწყისში თქვი რთულია ერთი ამას რომ მე მინდა მშვიდობა შენს უნდა თქვა დადგე და თქვა მეც მინდა მშვიდობა ხო ცოტათი აბსურდში გადავდივართ ხო ანუ ისევ იმივაზე მიდივართ ეხლა ვისაუბრეთ აი თუნდაც ბრტყელი დედამიწა და ფიზიკოსის საუბარი მაგრამ არა ამ შემთხვევაში რაღაცა კონკრეტულია უფრო შეიძლება ვიდრე ბრტყელი დედამიწა მაგრამ ძალიან რთულია რა არ განმარტება ჭირდება აუცილებლად ჭირდება ანუ ეხლა ის თუნდაც აი ამიტომაც ვამბობ აი ის ადამიანები რომლებიც არ მინდიან არჩევნებს ის ადამიანები რომლებიც სხვა მხარეზე დგანა გაგება უნდა რატომ ხდება ასე სოციოლოგიური თვალსაზრისით გაგება უნდა არ უნდა გავაკეთოთ მათი მარგინალიზირება არ უნდა მოხდეს ამ ადამიანების რაღაცნაირად უარყოფა უნდა თუ გვინდა რომ მართლაც შევქნათ ისეთი სახელმწიფო რომელიც უკანაც დგას აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოების იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ძლიერი სახელმწიფო გქონდეს რომელსაც პატივს ცემთ ყველანი ერთად და სხვებიც
იძულებული გახდები რომ პატივის სცენ გვჭირდება ეს ასაკურველი დიალოგი და არა ის გათიშვა რაც აი მართლა შეგვიძლია გულახდია თქვა 12 წლის თუ ამას უბრალოდ უკვე მე-13 წელში გადავდივართ აკეთებდა სულ მუდმივად გახლეჩვა საზოგადოების ზიზღის დათესვა, სიძულვილის დათესვა, სხვა არაფერზე პრინციპში არ უმუშავია. ამიტომაც ვერ შეძლებს ეს ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდეს კიდე, იმიტომ რომ ისედაც დიდი ხანი მოუწიათ. აი ამ პროპაგანდამ იმუშავა, ვერ გაჩერდებიან, იმიტომ რომ საზოგადოება აღარ უჭერს ამას მხარს. ამ საზოგადოება დაინახა თვალნათლივ, რომ ესე ისინიც, რომლებიც გაჩუმებულები არიან, ისინიც, რომელიც კონფორმიზმის გამო ან სხვა მიზეზების გამო ქუჩაში არ გამოდიან. როგორ ფიქრობთ, ეხა საჯარო სამსახურზე რო ვილაპარაკეთ დასაწყისში, ეხა იმ ადამიანს სინდისის ქეჯნა მაინც ხომ აქვს, რომელიც დღესაც საჯარო სამსახურში მუშაობს და მის გვერდით მждომი ადამიანი გააგდეს მხოლოდ იმის გამო სამსახურ და ეს კარგად იცის რომ მხოლოდ ამის გამო გააგდეს და არა იმის გამო რომ ცუდად მუშაობდა, გააგდეს ადამიანი იმის გამო რომ ხმა მოიღო. ეხლა ესეთი ქვეყანაც არ არის საქართველო, რომ რა ვქნა მართლა არ მინდა რომ თქვა რომ ვაუ რა მაგრები ვართ და ძალიან განსხვავდება თუნდაც იგივე ბელორუსისგან ძალიან ხშირად ადარებენ ხოლმე, მაგრამ არ დაგავიწყოს რომ ბელორუსში 95 წლის შემდეგ არის ლუკაშენკო, რომელმაც მოწმინდა იქ. აი ამის გაკეთება უნდა საქართველოში, ან უნდა გააგდონ სხვანაირად მოძრუნე, ან ციხეში უნდა ჩაალბონ. და ამის საშუალება საკუთრებული არ უნდა. ხო, აი, თავარი ჩვენი პრობლემა ეს არის, რომ აი რაღაცა გავაგზელო იგივე აზრი. რახან ჩვენ არ განვმარტავთ ძალიან ჩვეულებრივ საყაზრს. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოწინააღმდეგე თუ კი მას აღვიქვავთ როგორც პატიოს ან მოწინააღმდეგეს გვეთამაშება წესებით, მაშინ როცა ის წესებით არ თამაშება, ხო. და ჩვენ როგორც არჩევნებთან დაკავშირებით კი ვიფიქრეთ რომ გააყალბებენ, მაგრამ ასეთი კომპლექსური და ასეთი დღემდე უნახავი ხარისხის და ეხლა საქართველოში ვარ და გაყალბებული არჩევნებს მეტი რა გვინახავს, ხო? აი ვერ წარმოვიდგინეთ სამწუხაროდ რა. დიახ, ანუ როცა შენ მოწინააღმდეგე გეთამაშება წესების დარღვევით და შენ ისე მხოლოდ წესებით თამაშობ, როგორც არ უნდა ითამაშო, თუ კი ჭადრაკის დაფიდან უბრალოდ მოწინააღმდეგე ფიგურებს იპარავს და ცდილობს ასე მოგიგოს თამაში. შენ როგორც არ უნდა ითამაშო, ხო? იქ უბრალოდ დამარცხებული ხარ. წესებით თამაში თუ არ გამოსდის მას, მაშინ შენს კონკრეტულად აი ამ წესების დარღვევის საწინააღმდეგო კონკრეტული მოქმედებები უნდა გადადგას. ანუ ჩვენ როცა მაგალითად გვიხსნიან, რომ დასავლეთმა დაუშვათ აი ესეთი რაღაცა მორალი უნდა წაგვართვას, ნეობა უნდა წაგვართვას, კაცი აღარ იქნება, ხალი აღარ იქნება, ჩვენი ქართული კაცური ჯიგრული ნამდვილი შევაფასოთ ეს ისტორია. მაშინ ზუსტად იგივე წესებით ვეთამაშოთ მათაც. რომ 90-იანი წლები არის იდეალური განსხეულება ქართულ ჯიგრული პონტის მმართველობის. იქ არც ევროკავშირი იყო. არც რუსეთი იყო, მოდი ისიც გავიყვანოთ თამაშის წესებიდან, ავანის სერიდან. ეს იყო სუფთა ქართული მარტო კრისტალიზებული ჯიგრული ქართული პონტის, ქურდული გაგების, რედაქტირებული ან ადაპტირებული ქურდული გაგების რეალიზაცია ჯარში, სახელმწიფოში, სასამართლოში, პოლიციაში. აი ეს არის ის, რასაც ვიღაცას რო გონია, რომ ჩვენ უფრო კარგად ვიცით როგორ ვიცხოვროთ. აი შენ უფრო კარგად თუ იცი როგორ ვიცხოვროთ. გაიხსენ 91-დან 95 წლამდე. რატომ არ ვესაუბრებით იმ ადამიანებს, რომელსაც აი ამ დაგვარ დღის წესრიგს გვთავაზობს ისტორიული მაგალითებით. ჩვენ რატო არ ვესაუბრებით ზუსტად ისე, როგორც იმსახურებენ, რომ დაველაპარაკოთ. აუცილებელია რასაკვირველია დიალოგი, თქო, სულ მაგას ვამბობ და არის საჭირო რაღაც უფრო მეტი ახსნას, მაგრამ აი მაგალითისათვის ესეც რთულია. საკმაოდ, აი მაგალითისათვის ავიღოთ ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც უნდა იყოს სწორედ აი ასეთი დისკუსიის, ასეთი დიალოგისათვის ღია. და ჩვენ ვხედავთ როგორი ჩაკეტილობა არის, აი მაგამდე თითქოს რაღაცა ის 1 საათი აჩუქეს ხალხს. და ხა იმაზეც უარს ამბობენ, იმიტომ რომ დაინახეს რომ შეუძლიათ, ეხა პირველად როცა მივიდნენ ტელევიზიაში, მაშინ დაიბანენ. და ახლა როდესაც შიგნით გაავსეს პოლიციით, აღარ ეშინიათ. ხო, ანუ აი ამ
პლატფორმებიც არა გვაქვს ამ ქვეყანაში, სადაც ხა ყველაფერს თავი რო დავანებოთ რაღაცა ფორმალურ დონეზე მაინც არჩევნებამდე იყო ხოლმე სახელმწიფო ჯგუფშა და ოპოზიციას რაღაცა დონეზე მაინც რა ქვია დისკუსიები ხოლმე ტელევიზიის საშუალებით. საერთოდ მოსპეს ეს ხო? ანუ ამაზე ჩვენ ახლა სადაც ვლაპარაკობთ აი აქ რო დავსხდეთ და ვილაპარაკოთ მაინც მგონია რომ გვიყურებს მხოლოდ და მხოლოდ ის ნაწილი რომელიც ისედაც ჩვენაირად ფიქრობს სამწუხაროდ ძალიან რთულია მიაღწიო იმ ადამიანებამდე რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ რადგანაც აი ეს არის სწორედ ავტორიტარიზმისათვის დამახასიათებელი რომ კლავს აი იმ თავისუფალ სივრცეს რომელშიც შეიძლება ამ ადამიანებამდე მიაღწიო და ესაუბრო თავისთავად ცხადია რომ მაინც მიუხედავად ამისა მაინც უნდა ვისაუბროთ იმიტომ რომ ვიღაცა მაინც ყურს მოკრავს რაღაცები აქვს ამის მცდელობებიც არის ხო აი ხა სანამ აქ მოვიდოდი რამდენიმე გადაცემა ვნახე თქვენი და ამიტომაც მოვედი რომ ძალიან ესეთი საინტერესო ხალხი საუბრობს ხოლმე და მათი მოსმენა შეიძლება ეს ადამიანები სხვაგანაც საუბრობენ მაგრამ ძალიან რთულია როდესაც აი გარკვეული პროპაგანდის უკან დგას ხელისუფლება, იმიტომ რომ ხელისუფლებას მაინც აქვს რაღაცა გარკვეული რწმენა, რომ რატომ არიან ისინი ხელისუფლებაში თუ კი ასეთი იდიოტები არიან. არა და შეიძლება იდიოტების მოვიდნენ ხო ხელისუფლებაში. ხო იდიოტები შეიძლება გამდიდნენ კიდეს. კი, რასაკვირველია, აბა ის რატო არის მილიონერი და შენ კიდე არავინ კი, რასაკვირველია ესეც არის, რომ იმიტომ რომ მოიპარა. ხო, მე რატო ვიპარავ შენ ისევე როგორც ის და არ გინდა მოპარვა ხო სულია რა ახსნა ხო ადამიანებს გარკვეული ტიპის ადამიანებს ეხლა მაგალითად მართლა ძალიან საინტერესოა ხოლმე ხშირად ტაქსისტებისაც რამდენიმე თვის წინ მივდიოდი ტაქსით და ტაქსისტი მეუბნება რომ ნუ ამა თუ ყველგანო ამ თავრობის ის იყო მაკრიტიკებელი ამა თუ ყველგანო თავიანთი ხალხი ყავთო და თავიანთი ოჯახის წევრებს ფულებს აგებ მე ვფიქრობ რომ მას ნეგატიურად უყურებს და უყურებდა კიდეც ნეგატიურად მაგრამ მე თვითონ დაასვა ესე კითხვა აი მეც რომ მივიდე ხელისუფლება მეც ხო ჩემ ნათესავებს მივყვანო ანუ აი ეს გაგება რომ რა ქვია ეს დოულათი რაღაცა ვიწრო წერში უნდა დარიგდეს გადანაწილდეს ხო არის გასაგები რაღაცა ნაწილისათვის საზოგადოებისა და რასაკვირველია ამ ადამიანებს პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ვერ მივდივართ ამ ადამიანებამდე რომელსაც შეგვიძლია აუხსნათ რომ თუ კი სახელმწიფო ნორმალური იქნება თუ კი სოციალურ საკითხებს მეტყურადღებას მიაქცევს თუ კი ეს ინტეგრაცია დიდარ დასავლურ სახელმწიფოებთან რომელიც ამავე დროს დემოკრატიის გარანტიას იძლევიან იქნება კარგი მაშინ აღარ იქნება ესე დამოკიდებული იმ 300 ლარზე რომელზეც ახლა ასე არის დამოკიდებული და ესე მხოლოდ ამის იმედად არ იქნება მეტი განვითარების საშუალება ექნება და ასე შემდეგ აი ეს რაღაცა უძლურებაც რომელიც აი ძველი დროებიდან მოდის იმიტომ რომ მე მაინც არავინ არაფერს არ მეკითხება ჩემს გარეშე წყდება ყველაფერი ამისი მაგალითი როდესაც ადამიანი ქუჩაში სულ გამოს მოყავს ხოლმე ეს მაგალითი ქუჩაში ნაგავს ხლის იმიტომ ვიღაცა სხვამ უნდა გაწმინდოს მე თვითონ არა პასუხისგებელი და აი ამ ჩვენ აქციებზე ჩანს სხვა საქართველო სადაც არიან ადამიანები არავინ არ ავალებს რომელსაც არავინ ამისათვის ფულს არ აძლევს და აი ამ ტომრებით დადიან რომ ნაგავი შეაგროვანო ქუჩაში ნაგავი არ ეყაროს აი ეს არის ძირეული განსხვავება აი ამ ძველსა და ახალს შორის რომელიც ჩვენს თვალწინ არა მხოლოდ იბადება რომ დაბადებულია და ვითარდება და ამიტომაც რა ქვია ადამიანმა უნდა გადაწყვიტო როგორ საქართველოში უნდა ცხოვრება ნაგავი რო ყრია ქუჩაში როდესაც ადამიანს ის მართლაც ხმას არავინ არ აქცევს ყურადღებას როდესაც ადამიანს არანაირი უფლება არ აქვს როდესაც ვიღაცა ტიტუშკას მსგავსი ტიპი რომელსაც ეხა უკვე სახელმწიფომ რო დაავალა რო ეცემათ ადამიანები მერე ის თავხედი ხდება მე ქუჩაში დგას 90-იან წლებში როგორც იყო და ეთქვის ვიღაცას მოდი აქ და წართმევს ტელეფონს წართმევს საფულეს ხო და აი აქეთკენ მიდის ქვეყანა
აი ეს პოლიციელი, რომელიც არ იჭერს მის თვალწინ, როდესაც ადამიანებს ცემენ ვიღაცა გაურკვეველი ტიპები, იმიტომ რომ იცის, რომ მისთვის გარკვეულია, რომ ეს სახელმწიფოს თუ ხელისუფლების, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების დავალებით ამას აკეთებს და ამიტომ მან თვალი უნდა დაახუჭოს. ერთი ისაა, რომ გაიხრწნა და მეორე ისაა, რომ აი ეს ტიპი, ვისაც უფლება მისცეს, უფორმოს, უნომროს, არაფერს რო არ წარმოადგენს, აქვე ადამიანები რო ცემონ, აი ეს ადამიანი ხვალ ნებისმიერ მათ შორის ის ხო ვერ გაარჩევს რომელი არის ამ ხელისუფლების მომხრე და რომელი არა წართმევს საფულეს და ზე კიდე თავში ჩაარტყავს კეტს და აქეთკენ მიდის ეს ყველაფერი. ლაშა, მოდი შევაფასოთ დავუშვოთ. ძალიან დიდი ხანი არ ვლაპარაკობთ უკვე? არა, ამით აი ამ კითხვით დავასრულოთ. დავიღალე ცოტა. კაი, ძალიან დავასრულოთ. დავუშვოთ. ჩვენმა პროტესტმა გამოიღო შედეგი და მივედით წარმატებამდე. აქ ამ შემთხვევაში რა ნაბიჯები გვაქვს მე გადასათქმელი, იმიტომ რომ მე ახლა ამ გადასახედიდან მეჩვენება რომ საქართველოს დადგება დაახლოებით იგივე მდგომარეობაში, როგორც ეს იყო 2003 წელს. ახლა აი ამ მომენტში, როცა პრაქტიკულად ინსტიტუტები ასაშენებელი იყო, კორუფცია გასანადგურებელი, იმიტომ რომ რაღაცა საშინელი კლანური სისტემა იყო შექმნილი. სასამართლო სისტემა არათუ რეფორმირება ჭირდებოდა, არამედ მასაც შექმნა ჭირდებოდა, ისეთი მდგომარეობა იყო. პოლიციას შექმნა ჭირდებოდა და არა რეფორმირება. რაღაც აი ამდაგვარ ისე მდგომარეობა ნულში აღმოჩნდებით ჩვენ. როგორ მოხდება ახლა ეს ისე, რომ ჩვენ უკვე ისტორიული გამოცდილება რომელიც აი ამ რეფორმების პროცესში მივიღეთ და გარკვეულწილად მტკივნეული იყო და დააგროვა მეორე უკიდურესობა პროტესტის და მეორე უკიდურესობა კიდევ ძალადობისაც, რომ ეს არ გავიმეოროთ, აი როგორ უნდა მოვახერხოთ უკვე ახალი საქართველოს მშენებლობა ისე, რომ მეორე მხარეც ეს არ გამოვა ალბათ ესე სუბუქად, იმიტომ რომ არანაირი რეფორმა, რომელიც მართლა ძირეული რეფორმა არ გამოდის ისე, რომ ვიღაცისათვის ეს თქვენ რა არის, იმიტომ რომ ვიღაცების სამსახურიდან გაშვება უცილებლად მოხდება, შეუძლებელია დატოვო სამსახურში ის პოლიციელები, რომლებიც ურტყავდნენ ადამიანებს, თუნდაც არ იყვნენ ისინი ბრძანების გამცემი. ბრძანების გამცემი საერთოდ უნდა დაიჭირო. ასევე უნდა იყოს ის, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს აი ამ დანაშაულებრივ ქმედებებს არ ჩადიან, რომ მათ ჰქონდეთ რაღაცა გარკვეული ტიპის გარანტია, რომ ასაკვირველია ისინი დარჩებენ, ისევე როგორც საჯარო სამსახურში დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომელსაც ესე უსაფუძვლოდ გააგდეს და ეს იმედია მალე მოხდება. იმიტომ რომ აი ეს მოხელე სახელმწიფო სჭირდება და აი ეს მოხელეობის კულტურაც არ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ეხლა საერთოდ მოსპეს ამ კანონით, ხო? მოხელე რას ნიშნავს? მოხელე სულ ერთია, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, შესაძლებელია სულად განსხვავებული ოპოზიციური პოლიტიკური აზრით, მოხელე ასრულებს სახელმწიფოს დავალებას და არა მთავრობის დავალებას. ეს ვერ გაიგეს ვერაფრით. ხო, სამწუხაროდ ამ რეფორმები ესეთი სუბუქად ჩასატარებელი არ იქნება, რომ მართლა ძალიან ბევრი რამე არის გამოსა, ძალიან ბევრი გააფუჭა ამ ხელისუფლებამ, აი ჩვენ აი ყველანი თვალნათლივ ხედავთ პოლიციის ტოტალურ მოშლას, ხო? რასაც პოლიციას ვედა, იმიტომ ადამიანებს უკვე შიში აქვს, რომ პოლიციას გამოუძახონ, როდესაც მათ ეს დაჭირდებათ. თუ არიციან, აქვე ეს პოლიცია რა უარ მოიქცევა და რანაირად მოიქცევა. ეს არის წარმოუდგენელი ავტორიტეტის დაკარგვა, ხო? და თავიდან ამ ავტორიტეტის შეთქმula ძალიან დიდი დრო დაჭირდება. ისე როგორც მე ხშირად მithქვამს, რომ იმდენად გააფუჭა საქართველოს ავტორიტეტი უცხოეთის თვალში, რომ ამასაც ძალიან დიდი მუშაობა დაჭირდება, ესე არაა, რომ იქ დავიწყებთ, სადაც თქვათ ვიყავით, ხო? არა, აი მაგალითად ბევრ უცხოელს ველაპარაკე და მათ უთქვამთ, რომ აი თქვათ, რომ ჩვენ ერთ დღეს იქნებით თქვენ ევროპის კავშირის წევრი და აი ასეთი ხალხი რო აგირჩევიათ. რა გარანტია გვაქვს, რომ ისევ რაღაცა ორბანის ვქავს იდიოტს არ აირჩევთ, რომელიც ევროპისათვის პრობლემა იქნება, ხო? აქამდე ესე არ უყურებდნენ საქართველოს. ანუ გრძელვადიანი რა ქვია, მიაყენა ამ ხელისუფლებამ ზიანი
საქართველოს ავტორიტეტს, ქართული ინსტიტუციის ავტორიტეტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ძალიან სერიოზული და ბევრი რამ, რაც მაგალითად თუნდაც 2003 წლის შემდეგ გათვალისწინება არ მოხდა, იმის გათვალისწინება იქნება საჭირო და აქ ერთადერთ რაც შეიძლება იმედს გვაძლევდეს, ისევ და ისევ არის მეტნაკლებად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ შემდგომ მთავრობაზე არა მხოლოდ ზეწოლას მოახდენს, არამედ გააკონტროლებს მის ქმედებებსაც. ადვილი გზა ეს რასაკვირველია არ არის, მაგრამ ჯერ პირველ რიგში უნდა შევძლოთ ის, რომ ეს ხელისუფლება გაუშვათ მოუსავლელში, შეიძლება ითქვას, და შემდეგ თუნდაც ის, რომ რაღაცა შეიძლება სრულიად სხვა ჯგუფებისგან შემდგომ, რომ დარწმუნებულა კიდე ახალი პარტიები წარმოიშვება საქართველოში, მაგრამ შემდგომ არჩევნებზე აქ კიდე პრობლემა არის, კიდე ახალი არჩევნები იქნება თუ განმეორებითი არჩევნები თუ რა კიდე როგორ იქნება ეს ყველაფერი უნდა ვნახოთ და შეიძლება სრულიად ახალი კონსტელაცია იყოს, ხო? პოლიტიკური ძალებისა და მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყოველთვის ეს საზოგადოებრივი კონტროლი, საზოგადოების მიერ მუდმივად მონიტორინგი რა ხდება იმისი ჩართულობა ამ საზოგადოების მათი მოსმენისავლა არ არის ადვილი. ნებისმიერ ხელისუფალს მოუნდება რომ რაღაცა გარკვეული ტიპის რეფორმი ჩქარა გაატაროს და მართლაც დაგჭირდება ეს ჩქარა გავატაროთ ჩვენ თუ გვინდა რომ ევროპის კავშირში მოხვდეთ, მაგრამ ყველასათვის გასაგები. აი მაშინ არის საჭირო სწორედ ახსნა, რატომ ხდება ეს ასე? რატომ არ ხდება სხვანაირად? არ უნდა ჩავთვალოთ რომ ადამიანს ეს ესმით, რასაკვირველია და ძალიან კარგად, ყველასათვის გასაგებად, თუნდაც იმ ადამიანისათვის გასაგებად, რომელიც შეიძლება დაიჩაგროს ერთი შეხედვით აი ამნაირ რეფორმით, მის გასაგებადაც ახსნა უნდა იყოს ეს ამბავი, რაც ადვილი არ არის სრულიად, მაგრამ რაც უფრო დიდი იქნება საზოგადოებრივი ჩართულობა, რაც უფრო დიდი იქნება ზურგი, იმიტომ ყველანაირ რეფორმას სჭირდება უკან რომ იდგნენ ადამიანები ამის უკან, ხო? ჩვეულებრივი მოქალაქეები იდგნენ. რაც უფრო დიდი იქნება აი ეს რაც ქონდა მაგალითად იგივე სააკაშვილის ხელისუფლებას 2003 წლის რევოლუციის შემდეგ წლების განმავლობაში მაგალითად, ხო? როდესაც საზოგადოება სჯეროდა რომ ეს რეფორმები საჭიროა და მეტი კიდევ უფრო მუშაობა იქნება საჭირო და მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველო არის ქვეყანა რომელიც ერთხელ შეიძლება ცოტათი ანარქიულიც კი არის იმ თვალსაზრისით რომ ეს ინდივიდუალურ თავისუფლებას ანიჭებს ეთქვადებას, მაგრამ ამავე დროს ჩემი საზრით ადამიანები ხედავენ რომ აი ეს საზოგადოება რასაც ქვია ხა მაგალითად გერმანიაში უამრავი სიტყვა საზოგადოების აღნიშნა ჩვენ თინ ერთი გვაქვს და ქვია აი ეს კავშირი ადამიანების მნიშვნელოვანი არ შეიძლება რა ქვია მხოლოდ ცალკეული ადამიანი, იმიტომ ერთი მიზანი გვაქვს და აი ამ საერთო მიზნის მიღწევისათვის უნდა ვიღვაწოთ. ამიტომაც აი ამ ადამიანების ჩართულობაც, რომელიც დღეს თითქოს და ნეიტრალურები არიან, ძველი საბჭოთა ტერმინები ხმაურობთ, აპოლიტიკურები არიან, აპოლიტიკური ადამიანები სინამდვილეში ალბათ არ არსებობს. ხო? აპოლიტიკურები არიან, ისინი ვინც დღეს კიდევ რაღაცების წამთ ამ კოცებისა შეიძლება ცოტათი ირყევიან შიგნით, მაგრამ მაინც აი ამ ადამიანების ჩართულობაც აუცილებელი იქნება, იმიტომ რომ რაც უფრო ფართია ბაზისი ნებისმიერ რეფორმისათვის, მით უფრო გამოვა რეფორმა, მით უფრო გასაგები იქნება და მაშინ შევქმნით მართლა ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც ევროპის კავშირშიც მიიღებენ და ნებისმიერ სხვა კავშირში, რომელიც ჩვენ მოგვინდება რომ ვიყოთ წევრი. მადლობა ლაშა. დიდი მადლობა დაბადებისათვის. გამოგვივიდა. იმედი მაქვს რომ საინტერესო იყო. მეგობრებო, ეს გახლავთ ლაშა ბაქრაძე, მე ირაკლი მეფარიშვილი. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო თემებზე, იმედია ბოლომდე გვისმინეთ. გემშვიდობებით, მომავალში ხვედრამდე.